შენ ერთი ვიდეო ვნახე TikTok-ზე, სადაც იძახდი, რომ ვიღაც გემუქრებოდა ბრენდთან დაკავშირებით. არის თუ არა შენ განქორწინება ამასთან რამე კავშირში? შეიძლება. მქონდა მწერების სასაფლაო, მე ამათ ქელეხს ვუხდიდი, ამოშვებოდი. ან გულწრფელად მეუყდები ახლა რომ შენ რომ მიხვიდე მაღაზიაში, აი რაღაც Black Friday-ზე დახზე იდოსიქ თამოსკინი, ახლა ერჩევდი თამოსკინს. აუცილებლად. ერთხელ მკვდარმა მიკმინა დაგრძალვის წინ. მართლა ის ხოწვეტი ხორჩება და შემერჭო. ეს დრამა მოხდა იმ დღეს, როდესაც მექვა მიმატოვა. ფერადი იყო და შეიძლება და შენ თუ ის. საქორწინო კაბა ხო კიდევ გინდა? აღარ მინდა. თამოს ბიჭი ყავს იცის ნაცემი. გონია რომ არ სოფლიო ვარსკვლავი. თვითონ მე გაგასწრო? სამჯერ. ბოლა შენი გადაცემა. ზოგადად ამ ჩემს ყოფილ ქმარზე და ზოგადად ჩემს ყოფილ ცხოვრებაზე. ხო, ცხოვრებაზე ვისაუბრებ. მოგესალმებით ძვირფასო YouTube მსმენელებო და მაყურებლებო, ეთერშია პოდკასტი ეკლექტიკას მერამდენ ეპიზოდი 17. დიახ. გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობა. მეგობრებო და ჰეითერებო. ხო. ისე დაგვიწერეთ კომენტარებში, უფრო კიდევ ვართ, უფრო გიყვარვართ. ხო, ჩემო ჰეითერებო და რაღაცა უცნაურობა ხდება. რაღაცა უცნაურობა სვავთ, ჩემი არის passion fruit-ის, ანუ მეგონი მარაკუიას რაღაცა ბაზილიკის თესლისგან დამზადებული სასმელი და თაკოს არის ჩემილიჩის რაღაცა უბნის მარკეტში შეძენილი. მართლა? არის ზურადღირებულად გამოიყურება. უბნის მარკეტში შევიძინე ამას რომ მკითხო. ეს ჩია? ჩია არა, ის გულია იმ ხილის, არა? არა, მეგონი ჩიას მარცვლებია გაღუებული. აი, მიდი ყველაფერი კარგად იქნება. Cheers. საზეიმო არაფერი გვაქვს, მაგრამ მე არ არის ცუდი. ჩემი შენი სასმელი ტკბილია ისევე როგორც სამშობლო, რომელსაც მოწყვეტილები არიან ქართველი ემიგრანტები. და ახლა კიდევ უფრო მოწყვეტენ, იმიტომ რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა ქართულმა ოცნებამ, ჩემმა რა, მაგრამ თქვენმა ზოგისამ, რომ ემიგრანტებს, რომლებიც წლები არიან გადახვეწილები უცხო ქვეყანაში და აქ არჩენენ რამდენიმე ოჯახს ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ხო. თურმე საკმარის ინფორმაციას ვერ იღებენ და ადეკვატური არ არიან იმ რეალობისა, რა რეალობაც აქ არის. ანუ მაშინ ხო არიან ადეკვატურები, როცა საქართველოს ეკონომიკის უმრავლესობას ის ფული ქმნის და ის დოულათი, რომელსაც ეს ემიგრანტები აგზავნიან ამ ქვეყანაში და მე ის ფული რო ამ ქვეყანაში ტრიალებს, ამით რო იქნება ქართული ეკონომიკა, მაშინ ხო არიან ადეკვატურები ეს ადამიანები. ხო, ეგ უნდათ. ფული გამოაგზავნენო, მაგრამ თვითონ არჩევნებში ხმასო ვეღარ მისცემენ საზღვარ გარეთიდან. ჩამოვიდნენ, კეთილინებონ და ჩამოვიდნენ და აქ მისცენო ხმა. გეგონება რომ ძალიან მარტივი არის იმ ფულის მოგროვება, თვითმფრინავის ბილეთი რო იყიდო. ადამიანებს შოვლები და მე ნამდვილად ვიცი ეგეთ კესებს, შვილები ეღუპებათ და ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ დატოვონ ის საზღვარი, მე უკან ვეღარ შევლენ, იმიტომ რომ ბევრ ისედაც ლეგალურად არიან წასულები. ეს ადამიანები ისეც ვერ მონაწილეობენ იქ არჩევნებში, ამიტომ ეს ადამიანები ისეც არ არის საფრთხე ქართული ოცნებისთვის, რომ იქ მივლენ და ხმას არ მიცემენ ქართულ ოცნებას, მაგრამ ანუ ვის ელაპარაკებიან საერთოდ და როგორ ბედავენ, როცა მართლა ქართულ ყოველ მეორე კი არა, მეგონი ყველა ოჯახში ერთი ემიგრანტი არსებობს. ანუ ემიგრანტები ძალიან უცნაური ამბავი არის, რომ ანუ ემიგრაციაში რომ მიდიხარ, ქართველები ძირთადად იმიტომ მიდიან, რომ აქ ვერაფერს ვერ პოულობენ სამსახურს გულისხმობ და სხვა გზა არ აქვთ. ანუ თავისი ნებით და იმისთვის რომ იქ ელოდებათ სამსახურები ოფისებში და კარიერა და ასე შემდეგ, ასე არ ხდება. ძალიან ცოტა არის ეგეთი ადამიანი. კი, ნამდვილად და ამ ადამიანებს ეუბნებიან რომ ართმევენ ყველაზე მნიშვნელოვანს ალბათ ჩემი აზრით ხმის მიცემის უფლებას, რაც აკავშირებს ამ ქვეყანასთან და რითიც ერთვებიან, რითიც შეუძლიათ რომ ჩაერთონ ჩვენს პოლიტიკურ სოციალურ ცხოვრებაში. ერთადერთია ფაქტობრივად ხმის მიცემა, რითიც შეუძლიათ რომ გამოხატონ ის პოლიტიკური ნება, რომელიც მათ გააჩნიათ და პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ, ხო ვერაფერს ვერ იზავენ. კი, ნამდვილად ეგრე არის და მახსოვს რომ ერთი წლის წინ დუგინმა რო თქვა რომ ის რა ქვია, თუ ემიგრანტი ხარო, შენ სამშობლოს მოღალატე ხარო და არ გიკუთვნის ხმის მიცემის უფლება, ესე ერთ წელიწადში გადმოეტანოთ და ლამის კონსტიტუციაში ჩაწერონ ეს, ეგეთი რაღაცა არ ვიცი, არ მინახავს.
ჩემი ასმად კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და არგუმენტი ის არის, რომ ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად აწუხებდა სწორედ ემიგრანტები და ქართული დიასპორის მიერ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომლითაც შეგვიძლია იმის დამტკიცება, რომ ქართული ოცნება ადგილზე, ანუ აქ აყალბებდა არჩევნებს. ისეთ სხვაობა იდებოდა ხოლმე, რომ რანაირად შეიძლება, რომ რუსეთის და მე მგონი აზერბაიჯანის გარდა 2024 წლის არჩევნებში არც ერთი ქვეყნის არც ერთ ქალაქში არ მოუგია ქართულ ოცნებას და აქ ყველგან მოიგო. ანუ ეგეთი სხვაობა და დისბალანსი რანაირად შეიძლება ყოფილიყო. და ეგ არის მთავარი არგუმენტი ჩემი აზრით, რატომაც არ აწყობდათ, რომ ეს სხვაობა დაფიქსირებულიყო. 2012 წლის შემდეგ არ მოუგია ქართულ ოცნებას ემიგრაციაში არჩევნები და ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ადამიანები იმიტომ მიდიან, რომ ქვეყანაში ვერ პოულობენ საკუთარ თავს და საკუთარ სამსახურებს ვერ პოულობენ და შესაძლებლობებს იმისთვის, რომ წესიერად იცხოვრონ და იმას რატომ უნდა მოსწონდეს ის ხელისუფალი, რომელიც არის მაგ დროს ქვეყნის სათავეში, ალოგიკურია. 2012 წლის მერე ქართულ ოცნებას არ მოუგია არჩევნები არც ერთი, რაც ყოფილა, რაც აღიარებული ყოფილა და რაც არ აღიარებული ყოფილა. უბრალოდ ერთი არ იყო არ აღიარებული, ანუ არც ერთი არ მოუგია და ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნებამ ერთადერთი რაც გააკეთა, ეს ადამიანები კიდევ უფრო გაბევრდნენ ემიგრანტებს გულისხმობ, ამ წლების განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი წავიდა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 1.5 მილიონი თითქმის ადამიანი უხეშად დათვლით არის ემიგრაციაში და სულ ვართ 3.5 მილიონი. ანუ რამდენ ადამიანს უბრალოდ ეუბნები, რომ შენ ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ და არ მაინტერესებს შენი აზრი. რას ნიშნავს ახლა ეს ყოველივე რო გადმოვთვალოთ. პაპუაშვილმა თქვა ამ ადამიანებს, რომ ეგ ხალხიო არისო უცხო ქვეყნის იურისდიქციის ქვეშო და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკური გარემოს ქვეშ და ჩვენ ვერ ვახერხებთ პრევენციასო, რომ ამისგან დავიცვათო ამ ადამიანების აზრებიო. ხო, 3 დღით რო ჩამოვა არჩევნებში მისაცემად ეგრევე გაიგებს რა ხდება ის 2 დღე არის და საზღვრის გადაკვეთა არის თურმე პრობლემა. თან ცინიზმი რაშიც მდგომარეობს, აი იყო ის, რომ ის ზარქუა ამბობდა იმას, რომ ჩვენო ძალიან ვეხმარებოდითო ემიგრანტებსო, მათთვისო პროგრამები იყო შექმნილიო, ჩამოთვალა საკვირაო სკოლები და ტანვარჯიშის ჯგუფებიო. ძალიან ეხმარებოდა ემიგრანტებს იმაში, რომ ეს ქვეყანა მეტად ადამიანს დაეტოვებინა და წასულიყო ემიგრაციაში. ნამდვილად ქართული ოცნება ამის შემოქმედია. ამხელა აბუდაბელი ფალავანი ამას იძახის, რომ ტანვარჯიში ემიგრაციის ამხელა რაოდენობა სტატისტიკურად არ ყოფილა არასდროს. კიდე ერთი ჩემი აზრით, რატომაც ეს გააკეთეს, არის ის, რომ პოლიტიკური გარემო ნელ-ნელა მძიმდება ამ ქვეყანაში და ყოველდღე ჩვენს გარშემოს და თქვენს გარშემოს დარწმუნებული ვარ, მე უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის, განსაკუთრებით მიედინება, გაედინება ახალგაზრდების რაოდენობა და დარწმუნებული ვარ, რომ პრევენციას ახდენებიან რეალურად და მესმის იმ ადამიანებს, რომელსაც არ უნდათ რომ ციხეში მოხვდეთ. ხო და არა მხოლოდ, ანუ ზოგადად ბევრი ადამიანი მიდის რა, ანუ მასობრივად რეგიონებიდანაც მიდიან, რა ვიცი, ქუთაის იმერეთი დაცლილია ხალხო, ანუ აღარ დარჩა ადამიანი რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ემიგრანტებს იმიტომ უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას, რომ წინასწარაც ახდენს პრევენციას იმის, რომ მოსალოდნელი ადამიანების დიდი ნაკადის გადინების შემთხვევაში იქ იმ ადამიანებმა უფრო უარესი შედეგი არ დაუდონ ქართულ ოცნებას, ვიდრე უდებდა. და თან ისიც გავიხსენეთ, რომ წინა არჩევნები 2024-ში რა გააკეთეს, უბნები დახურეს და ხალხს უწევდა ქალაქებში და რა ვიცი, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ქალაქის კი არა, ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წასვლა და ეგეც კი ზოგმა ვერ შეძლო და მაშინაც რო არ დაორგანიზებულიყვნენ და ესე ჯგუფებად და რაღაცა ტრანსპორტი არ ყოფილიყო, ბევრი ალბათ ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ ეგეც არ არის მარტივი, რომ იქ სადღაც რო ცხოვრობ საფრანგეთში ერთ წერტილში, მე აუცილებლად ჩახვიდე პარიზში, იმიტომ რომ არც მარტივი არ არის, იმიტომ რომ იქ მუშაობ და ვერ ეტყურო ჩემს ქვეყანაში ხლა არჩევნებია და 2 დღით უნდა გამანთავისუფლო, იმიტომ რომ ზოგისთვის იმდენად დიდ მანძილზე იყო საუბარი, რომ ერთი დღის გაცნენაც კი არ იყო საკმარისი სამსახურის. ეს ხო გააკეთეს ეს შეზღუდვა და დიდი დისკომფორტი შეუქმნეს ადამიანებს, მაშინაც ვერ მოიგეს და ეხლა საერთოდ გადაწყვეტეს, რომ ესეც დაეზარებათ, თითო უბანი გახსნან ქვეყანაში და საერთოდ აღარ მიიღებენ მონაწილეობას. უბრალოდ სამარცხვინოები ხართ და მეტი არაფერი. ისე ძირითადად ხო ჩვენ ყავს ხოლმე იმიგრანტები და ერთი ადამიანი მოხვდა აქეთ გავლით და ისიც ციხეში ჩააყუდეს, როგორც ძალიან სასაცილო ისტორია ხალხო, იმ დღეს ვსკროლობდი და ნიუსფიდზე შევხვდა ამბავი, რომ ქუთაისის ციხე დატოვა გერმანელმა Netflix-ზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი მის შესახებ. ტინდერის თაღლით ასე ქვია ხო და ქუთაისის ციხეში ისე ძალიან ცოტა ხანს ოღონდ თვითონ გერმანიის დაკვეთით და ითხოვდა ექსტრადაციას და შემდეგ არც ერთ აღარ ითხოვდა, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია. ეხა რატო დააჭერნა გერმანიამ საქართველოში მათი მოქალაქე, ეს იყო კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ტინდერის მეშვეობით ქალებს არ ცვავდა.
გერმანელი იყო? აჯერებდა რომ მისი ოჯახი ფლობდა ბრილიანტების და ძვირფასი თვლების რაღაცა იმას რა ქვია ბრენდს თუ კომპანიას და უყრიდა რაღაც ძვირადღირებული ნივთების ფოტოებს რომელიც მის ხელთ იყო და საერთოდ ბიუჟეტერი ეკრებოდა თუ რა ვიცი რა ჭინდებაც იყო და აჯერებდა ქალებს რომ მდიდარი იყო და მე საქმეზე რომ მიდგებოდა რაღაცა აი მე უცებ მიმაყდა 50,000 ხო არ გაკარიცხებდა და წყდებოდა რა ანუ ოღონდ აი შინაარსობრივად რო გავყვეთ 50,000 მე არა 5-10 ლარით კი ანუ მასეთ აგრეთების ქვეყანაში ვცხოვრობ ჯერმა არავინ არ დაუჭერიათ მაგის გამო მაგრამ გერმანელი ჯანდაბას ანუ ქართულ კაცს მაგას ვერ აკადრებდა ქართული სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერი ფულია ხო ფული კი არა აგერ ადამიანები სოციალურ ქსელებში ზოგს გავუპატირებ ისა რა ქვია სექსუალური ძალადობით ემუქრებიან და ზოგს რითი და პოლიციაში რომ მედიხარ აი ჩემიც მაიქები გაჩუნდა ხა არღეს ქალი ხარ მაის და რაღაცებს ეუბნებიან იქ უბრალოდ ნუ ოღონდ ეხლა სერიოზულ თანხებზე იყო ლაპარაკი Netflix-მა სერიალიც კი მიუძღვნა კაცს და თან დიდ ქსელზე იყო უკვე ძალიან ბევრი ქალი დაუგროვდა ვინც გადააგდო და დოკუმენტური ფილმის გადაღებაც კი გახდა საჭირო Netflix-ზე გამახსენდა მაგრამ Netflix-თან ეს ეპიდაპირა ფშვაში არის ის ნახე რა ქვია თიზერი Toy Story-ს მეხუთე ნაწილი გამოდის მე მიყვარს ეგ მეც მიყვარს პირველი მეორე მესამე მე გაწყალდა ანუ ვეღარ ვარჩევ რომელია ვინსად როდის მოიტაცეს ბაზი როდის გამოჩნდა და ასე შემდეგ ხო და თიზერი რაც იყო თან კაი თიზერი იყო ჩემი აზრით ამ კადრი არის ესეთი რომ ეს თოჯინები ჩანან რაღაცას უყურებენ და კანკალებენ ეშინიათ რა და ბოლოს იხსნება რაღაც ამაზონის შეფუთვა და იხსნება და იქიდან ამოდის პლანშეტი ბავშვებმა ჩანაცვლეს სათამაშოები პლანშეტით. რა მაგარია. მე მომხრე ვარ მაგის, იმიტომ რომ ამ ოთხში თუ რამე არ მოწოს არის ის რომ ძალიან ქაოტურია. ჯერ არეულ ოთახს ვერ ვიტან ბავშვობიდან. ძალიან ქაოტურია, ნამდვილი პერსონაჟი, ანუ საშინელება ხდება, ანუ სრული ზიგი. ჩემი ბავშვობა არის და ძალიან არის ოკეი საყოველობაა და მეც მომწოს. მაგრამ ამ ჩემს საყოველობთან არის არ ყოფილა მაგის გამო, რომ აი სუ ქაოსი იყო და თან ბავშვობაში ქონდა ერთი სათამაშო რომელსაც მე შინოდა და მაგას რომ ვუყურე იმ სათამაშოს ისედაც მე შინოდა მკვდარი თუ უსლო რომ ეგონა და რომ ნახე რომ ღამე რაღაცები ცოცხლდებიან და ეს სათამაშო ერთად ანუ გადავაგდე. აუ ერთ ჩემს საყვარელი კადრი არის კარტოფილას ცოლი ხო ყავდა მაგას და ძალიან ეშინია ცოლს და თვალებს აცლის. მოკლედ მე მიყვარს ის რა ქვია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს საყვარელ პერსონაჟი ტაქსა იყო. ოკეი, საყვარელია და სულ მინდოდა ეგეც სათამაშო გინახავს, ოდესმე ეგეც სათამაშო ჩვენ ბავშვობაში? არა, მარტო გარმონი მინახავს თუ რაღაც. და ის რა ქვია, ცისარტყელას კი ბეზერვაკორები. და ეგ იყო რაღაცა ორი სათამაშოს ნაზავი და რო შოქში ვიყავი რომ ხედავდი. ბავშვები რითი ერთობოდით ეს დეპილობა. ეხანდელები ხო რა ტყლაჩი აწობენ თითებს. ტყარცი რაღაც სიამოვნებას გაიჭებს. ისიც სიამოვნოა, ანტისტრესული. მე სხვადასხვა ფორმების ქონდა გულის, რგოლის. მე საერთოდ ამ ქონდა, მეზობელს ქონდა და ის თხოვნიდა ხოლმე. ფერადი იყო და შეიძლება და ჟუნტუის. არა, არ ვიცი. ანუ Toy Story-ში ის ბიჭი რო არის საზისხარი ხო იცით, რო აწამებდა და ექსპერიმენტებს რო ატარებდა და მე რაღაც ჰორორ კადრი რო იჭდება ეს გადაწყობილი თოჯინების და რაღაცაების ობობაზე მიბმული ბარბის თავი და რაღაცა შინელებები. მაგაზე სულ მახსენდება მე რას უკეთებდი ბავშვობაში მწერებს. აუ. რას? ერთხელ ხალხო, ჩემს უბანში, არ ვიცი რატო, ეხლა ლოკოკინები სად გაქრნენ, აზრზე არ ვარ, მაგრამ როწმს იმდენი ლოკოკინა აღარ. გაიზარდე და აღარ ჩანს. მოწამლულია გარემო და აღარ უნდა თბილისელობა ლოკოკინასაც. ხოთა ეს ლოკოკინები დამამწყურებდა ამ წვიმის მერე და ვათამაშე გასწრობანა. რა თქმა უნდა ვერც ერთი ვერ გაიზარდეთ, მაგრამ ერთი წავიდა უდნავ წინ, დანარჩენები დავჭყრიდე და იმერც გავუკეთე შპრიცით წყალი. ჯილდო. და გაიბერა. იმის მე ლოკოკინოს ვერ ვიტან. კიდე ჭიანჭველებს ვაგროვდი ხოლმე ქილაში. კიდე შენ ვერ იტან ლოკოკინოს თუ. ხო და ის არის. მქონდა მწერები სასაფლაო. მე ამათ ქელეხს ვუხდიდი, იმაშვებოდი. ერთხელ მკვდარმა მიკმინა დაგრძალვის წინ. მართლა ის წვეტი ხორჩება და შემერჭო. და აღარ დავგრძალე, პირდაპირ გადავაგდე. სერიოზულ სასაფლაო მქონდა თავის სახელებს ვარქმევდი ვაწერდი და არა მე მწერებთან ურთიერთობა მეგონა რომ ნორმალური ბავშვი ვიყავი და ყველა ეს თამაშობდა. მე ვნახე Toy Story და ის ბიჭი და მეთქი ვაიმე. გადაწებებაზე გამახსენდა ფრანკენშტეინის ვუყურე რამდენიმე დღის წინ და ძალიან მომეწონა. შენ ხوار გინახავს შემთხვევით. ჯერ პირველ რიგში მას ვთქვი, ულამაზესი ფილმი იყო და თან ყველაზე დაახლოებული ნაწარმოებთან რა. ფრანკენშტეინზე რო საუბრობ პირველი ის გვახსენდებათ მწვანე კაცი, ნაიარევებით. ხსენდება ის რა ქვია, დრაკულას ფრანკენშტეინი. ხო, აი რაღაცა ეგეთი რაღაც გვახსენდება და აქ სხვანაირად იყო რა, ანუ ამ ადამიანის თუ რაც არის მაგის მდგომარეობაში შედიოდი და აი რაღაცა მამების და შემქმნელის და შექმნილის რაღაცა პრობლემები, მოკლედ ძალიან ლამაზი იყო, შინაარსობრივადაც დატვირთული იყო და ეს ბიჭი
ჯეიკობი. ეს ძალიან გამახ ჯეიკობი იყო? ხო. არა, ფრანკენშტეინმა ვინც აწყო ის. ხო, ის აწყობილს გულს. და ესე იგი, მიმის მიუხედავად რომ ეს მიწებებული ქონდა რაღაცები და დაშლილებიდან იყო აწყობილი, მაინც ულამაზესი იყო. ისე ეგ რაღაცნაირი ბიჭი აი. თითქოს ეს სახის ნაწილები ხელშეღეს შეაყარეს, მაგრამ მაინც ყოხდა. ხო, ისეც ცოტა აცაბაცა ბიჭია. ხო, თან აი, ნამდვილი მკვდარივით, კარგი მგრი მქონდა ძალიან, აი, მკვდარი ხო თეთრი და რაღაცნაირი არიან და ესეც ეგეთი იყო და თან როგორი ეს პერსონაჟი ვითარდება რა, ნელ-ნელა რაღაცებს სწავლობს, გონება აქვს, გრძნობები აქვს და რაღაცები და ამას ნელ-ნელა ხო მას ხო არ ვიბადებით, ნელ-ნელა ვსწავლობთ და ესე ნელ-ნელა რო ვითარდება, ეგ მის ვიზუალსაც ეტყობა რა და კარგი მსახიობი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩანდა. ხო. ისე კარგი სამსახიობო კასტი იყო ზოგადად. ანუ ჯეიკობი დაიხვეწა ნელ-ნელა თვალსა და ხელშუა როგორც მსახიობი. შეიძლება რეჟისორმა ძალიან კარგად იმუშავა, იმიტომ რომ ნამდვილად ეტყობა და ეს განვითარება, რომ აი და თან ეს სიკვდილის თემა ძალიან ისეთია რა, აი სიკვდილის ხო ყველას ეშინია, მაგრამ აი ხშირ შემთხვევაში შეიძლება რომ შველა იყოს. რაღაცებიდან ჯეიკობი მე მომწონს მისი სტაილინგი, სტილი მომწონს, ციხალხარჯებს ძალიან მწყინავს ხოლმე. ჩემს ეს კარგი ახალი ვარსკვლავია. საინტერესო. და ჯერჯერობით სკანდალების გარშემო. მიაგოთი იცი? კი, ოღონდ საიდან? არ ვიცი, ხა ბევრი ფილმში არის. მიაგოთი თამაშობს თან თავი მოგეთ ფრანკენშტეინის ძმის საცოლეს და თან დედას. და დედას როცა თამაშობს, იმასაც გრიმი აქვს რაღაც საოცარი. ძალიან პატარა როლი აქვს. ოსკარს ველოდებით გრიმში. ხო, ოსკარს შეიძლება ველოდებით, იმიტომ რომ სხვა ეგეთი ფილმი არ მინახავს ეგეთი შტამბეჭ დავიჯერჯერობით. სხვა შეს ფრანკენშტეინი არ მინახავს, მაგრამ წავიკითხე შარშან საბას აპლიკაციაში, ვერ ვიტყოდი რომ 27 წლის ასაკითხი წინა, მაგრამ ცუდი არაა ნამდვილად. ცოტა უფრო პატარას რო წამიკითხე, უკეთესი იქნებოდა. და საბას აპლიკაცია ხალხო არის ჩემი აღმოჩენა. არ ვიცი ვის გაქვთ თუ ის არ გაქვთ, მაგრამ უნდა იყიდოს და გქონდეთ, იმიტომ რომ მე ძალიან მეკომფორტულება და არ ვიცოდი რომ მეკომფორტულებოდა გაჯრედში კითხვა, იმიტომ რომ იქ სინათლეს, შრიფტის ზომას, ძალიან ბევრ რაღაცას არეგულირებ, შეგიძლია მინაწერები გაუკეთო, რაღაცები მონიშნო, შეგიძლია მოусმინო აუდიო ვერსიას, უკვე ძალიან ბევრი წიგნის აუდიო ვერსია აქვს და ძალიან კომფორტული ვარ, მაგრამ როგორც ვიცი, ხალბატონო, შენ ფიზიკურად წიგნის წაკითხვა გიჩვენე. მე მომწონს წიგნის კითხვა, წიგნთან კითხვა, მაგრამ მაგასაც ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ეხლა რამდენიმე წიგნი შევიძინე, მეთქი გზაში წავიკითხავ თქო, მაგრამ ცოტა დიდი წიგნები მომივიდა და ფიზიკურად გადაადგილება მიჭირს და ამიტომ კარგი ვარიანტი იქნებოდა და კაი გამახსენდა რომ შეიძლება იგივე წიგნები მოვძებნო საფას აპლიკაციაში. მაგრამ მე უფრო მომწონს აუდიო წიგნები, არ ვიცი ვისთვის რამდენი კომფორტული არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან კომფორტულია, განსაკუთრებით შორმანძილზე როცა მიდიხარ. აუზე მიცდია და ძალიან კომფორტულია. აუზე ვერ გეთხოვებს ერო განათებს საშინელება აკითხვა. აუზეც ძალიან კარგია, გზაში ძალიან კარგია და ვარჯიშის დროს ოღონდ არ ვარჯიშობ, ეხლა წარმოვიდგინე, უბრალოდ ვარჯიშობ და მომეწონებოდა. ხო, ვარჯიშის დროს რაღაც კონცენტრაცია მჭირდება მე პირადად და ესე წიგნს არ მოვუსმენდი, რამე უფრო მარტივს, მხოლოდ ბილიქს ალბათ. ისე რაღაც მოტივირებული ვარ ხოლმე, რომ რაღაცები სწორად გავაკეთო, მაგრამ აი აუდიო წიგნები ძალიან მომწონს და არ ვიცი კიდევ რა პლატფორმებზე არის ქართულად შესაძლებელი, მაგრამ საბაზე ნამდვილად არის და ეგეც მომწონს. ჩანაწერებს ვაკეთებ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩანაწერების გაკეთება და აი ხა წიგნში ვერაფრის ჩაწერას ვერ ვიდან, ანუ ხაზი რო კონდეს გასმული, მაღაზიაში ჭკუიდან გადავდივარ. მაგიტომ არ მიყვარს წიგნების დიდად გათხოვება. იმიტომ რომ ხალხი არ უფრთხილდება. ხო, ის არის მე იმ ნაწილში მიყვარს კიდე რომ მე მაქვს ძალიან ცუდი კითხვის მანერა, ანუ უეჭველი ვწევარ, თუ წევხარ სულ ესე ხوار წევხარ, გვერდზე ტრიალდები ისეს და შუქს ვერ ვტოვებ ბოლომდე ანთებულს არ მიყვარს, იმიტომ რომ კითხვის პროცესში უნდა ჩამეძინოს და დაბლ შუქზე კითხვა არ ვარგა და მაგან გამბუჭა ეს მაგიტომ ეკეთია მართლა ოღონდ. და ეს გაძლევს საშუალებას, რომ აი გადატრიალდი, გადმოტრიალდი და თუ კიდე შპაგატში ჩაჯექი და ტრაქში წეხლები ირტყი, ჩვეულებრივ შეძლებ წაკითხვას და თან განათებას დაარეგულირება, ანუ თვალს არ მოგჭრის და არაფერი და. კი. სხვა შორის ახლა ონლაინზე გამახსენდა, რომ საბას დაჯილდოება, მე მგონი დაჯილდოება უკვე გაიმართა, ოღონდ ონლაინ, იმიტომ რომ არ გვეზეიმებაო მდინარე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო და მე მგონი ეგ პანდემიის მერე არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა. არ ყოფილა ხო და სხვა საბას დაჯილდოება არის ისეთი ძალიან ჩემთვის ძალიან, ანუ სულ თვალს ვადევნებ ხოლმე მაინტერესებს ხოლმე რა სიახლეებია და თვალს ვადევნებ კი რა გვიწევს კიდეც ადგილზე ყოფნა და მუშაობა პერიოდულად და ისე ძალიან პომპეზური. ბიბლიოთეკის განახლებისთვის ძალიან კარგი ის არის. ხო, პომპეზური და გემოვნებიანი ღონისძიება
ხოლმე. როგორ მოგატყო მე არ მაგნაწილში ანუ მაგათ რო ღონისძიება გაიმართა ჩემი აზრით არაფერი ისეთი არ იქნებოდა ანუ სკანდალური იმიტომ რომ წიგნებს და ლიტერატურას ეხება მაგრამ თუმცა ფული დაზოგეს როგორც ვიცი რომ და სწორად გაანაწილეს. ხო მაგალი დონის ის გამოავლინეს რა სამოქალაქო პასუხისმგებლობა როგორც დაჯილდოებამ და ის ფული რაც ღონისძიების გამართვაში უნდა დაიხარჯათ გარდა გამარჯვებულებისა ყველა იმ ადამიანს გადასცეს რომელიც შორტლისტებში მოხვდა და საყოველობაა. ძალიან კარგი. წელს სხვათა შორის საბა იყო მთავარი ნომინაციაში გაიმარჯვა ირაკლი მეტრეველმა წიგნით ნებადართული ჯადოქრობა ხო? ხო, ძალიან საინტერესოა. მე და თაკოს გვახასიათებს თუ მარტო მახასიათებს რომ წიგს ყდით ვერჩევ ხოლმე? მე უფრო არ გავაკეთო მაგრამ მოდი ახლა უცებ გადახედე გამარჯვებულთა ყდებს და მითხარი რომელ წიგს წაიკითხავდი. ხოლოდ ყდის დიზაინი შევაფასოთ. მე ხა ეს უნდა ამოვანათო ხო იცი? ხო ამოვანათებ. მე ავირჩევდი ამ კვლევის შემდეგ ანი კოპალიანის ადამ მიცგევიჩის ჯიადი ეს არის თარგმანი. საუკეთესო თარგმანის ნომინაცია? ხელი რაღაც ხო. მანახე. ხო მე 1-3 მომწონს. ხო 1-1 მე 1-1. ჩემი ფავორიტი არის საუკეთესო რომანი. უი, არ ვიცოდი რომ ეს ყდა იყო. ანუ ვინც გაიმარჯვა საუკეთესო რომანში, ეგ ყდა მომწონს ძალიან, ეს არის ირაკლი მეტრეველის ნებადართული ჯადოქრობა, ხო, თეთრ ფონზე ნემსიხლაპია, წითელი წარწერით, ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილი დიზაინია ჩემი აზრით. და ვაგრძელებთ სტუმართან ერთად და ჩვენთან ერთად იმყოფება თამო ვაშალომიძე, ინფლუენსერი, ბიზნეს ლედი, დედა და რა ვიცი, ყველაფერი რამდენი პროფესია გაქვს, ხო? შენ როგორ წარადგენ ხოლმე შენ თავს? როგორც თამოსკინის წარმომადგენელი. დამფუძნებელი კი, რა თქმა უნდა. ხო. და მიხარია რომ თბილისში დაგიჭერეთ, იმიტომ რომ ორივეს გიყუროთ და აი ესე წითელი ხალჩიდან წითელ ხალჩაზე გადარბიხარ, გადმორბიხარ და ვერ ყოლობს თბილისში ვერასდროს და როგორც იქა თბილისში ამ მივფრინავ თვის ბოლოს და მიხარია რომ მოვასწარით და ჩავწერეთ ეს გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. რეიტინგს გისურვებთ, ხშირად გიყურებთ და წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა და კიდე ისიც ათქმელია რომ სიახლეები მაინტერესებს რა გაქვს ერთი სიახლე ის არის რომ ახალი მანქანით შემოსრიალდი ახლახანს დღეს შევიწინე ეს როდის გავა ეს გადაცემა ხუთშაბათს ესე იგი უკვე დიდი ხნის 2 დღის ნაყიდი ყავს ხო ესე მოხდა შევიწინე ჩემი მანქანა ხო და აი ბედნიერი იყოს შენი მანქანის ბორბლები ჩვენი სტუდიის ახლოვეს წესებს აგეხსნი რას ვაკეთებთ მოკეთ აქ არის 5 კითხვა 10 კითხვა ბოდიში 5 დაწერა თაკომ 5 დავწერე მე არ ვიცი მე რა დაწერა არ იცის მე რა დავწერე ერთი თამაშია რომელიც საერთოა ვითომ არ ვიცით და შეგიძლია ორი დაარეჯექტო რომელზე პასუხიც არ გენდობება თუ არ დაარეჯექტებ 800 უპასუხებ და ბოლო ორი ავტომატურად დაარეჯექტდება მაგრამ შეიძლება იქ უკეთესი კითხვა იყოს და ამიტომ ხო, დავიწყოთ და ოღონდ სანამ დაიწყებ, მითხარი რომ თბილისში ვარო ახლავ და მე უნდა გავფრინდაო და სად მეფრინავ რა ხდება? მოდი გაჩვენებ. პირდაპირ გაჩვენებ ერთი წუთით. მომიწვიეს. ძალიან ბედნიერი ვარ. 29-ში დაგეგმილი არ მქონდა სხვათა შორის. Dolce Gabbana, რამე ივენთია თუ ჩვენება? აი, დინერია, სადაც არიან ვიპსტუმრები მიწვეულები და მიხარია და პატივია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, როდესაც 29 ნოემბერს, ანუ კიდევ ერთხელ გიხილავთ გაბწყინებულს პაპარაცების, საერთაშორისო პაპარაცების. მაგრამ ეს ისეთი შინაური ვახშამი რო ხო, მათთვის ყველაზე საუკეთესო ადამიანს რო პატიჟებენ, აი ასეთი და რა თქმა უნდა მეც. აი როგორ მოხვდი მანდ? ანუ საიდან მოგეცა მაგის შესაძლებლობა რომ ასე დაგპატიჟონ? ძალიან დიდი წვალება არის, ზოგადად რომ დაესრო მაღალი მოდის კვირეულის ღონისძიებებს, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ეშმაკსასვია პარადას გადაღება იყო თვითონ, მაგრამ მიყავს მენეჯერი იტალიელი, რომელიც ჩემი და თამოსკინის წარმომადგენელია იტალიაში და ყოველთვის, როდესაც ანა მოდის კვირეული დაიწყება ხოლმე და დღეები არის უკვე ოფიციალურად, უკვე ცდილობს რომ რაღაც ღონისძიებებზე ან რამოდენიმეს ვირჩევ მე და ასე მოხდა რომ დაამტკიცეს, მომცეს მოსაწვევი და აქ უკვე თვითონ მოეწონათ, არ ვიცი რა მოეწონათ, ჩაცმა, არ ვიცი. თან შეძან პატივს ემხოლმე ბრენდს და რომ მიდიხარ მათ საღამოზე მათ ბრენდით იმოსები და ასე შემდეგ. ბენეფიტი მათგან რაიმე ბენეფიტი ბრენდის ნაწილში თუნდაც ცნობადობის ნაწილში რაიმე ნაწილში არსებობს? აი მაგალითად როგორ ხდება ხოლმე ის პირველად როდესაც მე ვაგზავნი მოსაწვევ, მე ვაგზავნი მეილებს, მე თვითონ ასე მოხდა რობერტო კავალის ღონისძიებაზეც ფილიპინში. საოცარი კაბაკეცვა. მადლობა თვითონ და მე მაქვს უკვე რობერტო კავალისთან მოლაპარაკება რომ არაოფიციალურად ბექსტეიჯში მილანის მოდის კვირეულის
დროს თამოსკინმა და თამოკოსმეტიკმა ბრენდმა გაუკეთოს მაკიაჟი. ეს შემთთვის უდიდესი ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯია და მიხარია ის, რომ რობერტო კავალის არ აქვს თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა და ცდილობდნენ მისი მენეჯერები, რომ ყველა სტუმრისთვის, როცა საერთოდ ვალდებულები არ იყვნენ, რომ თამოსკინი მისაჩუქებინათ ჩემი რაღაც ბლაშები, რომ ყველასთვის გაეცნოთ და რა თქმა უნდა, მიხარია, რომ რაღაცნაირად ისე მიცნობენ, როგორიც ვარ. მეც მიხარია. შენ წარმატებების მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დავიწყოთ, აბა დავიწყოთ. თამაში აირჩიე შენი. თამაშით დავიწყეთ. ერთი თამაში გქონდა სულ და ამოვიდა. მე წაგიკითხა ადამიანის სახელებს, ქართველი ადამიანის სახელებს, შენთვის ვინც ყველაზე ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით დივა, იმ უნდა გაიმარჯვოს. ეს ძალიან ცუდი თამაშია. არა, TikTok-ზე ძალიან ცნობილი თამაშია. მაგრამ ანუ ყველას პატივს ყველა მინესლი. არ დაარეჯექტო თამაშს, არ დაგარეჯექტები და დავიწყოთ პირდაპირ მარტივად. არ არის ცუდი თამაში. ნახე, უპატივცემულობა არ არის. უბრალოდ ვიღაცა გემოვნებით შეიძლება უფრო მეტად მოგწონდეს. ეს ძალიან ცუდია. ხო, მაგ თქვი გააქო. ვცადოთ და თუ არ მოგეწონება, მე ამოვიყოს და დაარეჯექტო. არა. არ ითამაშებ. ნახე, როგორი დიპლომატია. რატო ხა ნინა წყილაშვილის შორნება გაშუსროს ვერ აიჩევ რომელი პროდივა. ორივე ანტიპატრის, აი ეს სუდი თამაშია. ოკეი. პირველი რეჯექტი. კარგი, თამაშზე რომ მირეჯექტებ ხოლმე ჭკვი და ვიგეთებ. მაგრამ სხვაშორის არა, პირველად. რაღაც ყოველთვის პირველად ხდება. ხო. თამომ გაიჭრა პირველი ლენტი. შემდეგი. ეხლა დაზოგერთი დაგჭამ. არაფერს Playboys Force Club-დან ბიზნეს ლედობამდე. ხო. როგორი გზა გავიარე? თუ რა უნდა გაკეთო? ხო, აი, რა იყო ყველაზე რთული ამ გზაში, თუ წარმოგედგინა თავი და რო იწყებდი, როცა გამოჩდი. მე კითხა უფრო, აი, საზოგადოებისთვის ალბათ რთული იყო, ანუ ეს შეცვლის პროცესი და მიღების პროცესი და აი, ეგ რამდენად რთული იყო, მიგიღეს თუ არა? იქიდან იქამდე. ძალიან დიდი დრო გავიდა, იცი, მე თვითონ ის თამო, რომელიც არსებობდა 2013 წელს და რო უყურებ, არ ვიცი, ვერ უგებ რაღაცეებში. მინდა გავუგო, მაგრამ ალბათ ისე სჭირდებოდა იმ გოგოს და იმ დროს არ TikTok-ი იყო, არაფერი არ იყო, მხოლოდ ტელევიზიები იყო და ალბათ პატრონი არ ყავდა, მეგობარი წესიერი არ ყავდა, რაღაცნაირად მარკეტინგული რაღაც სასვლები გააკეთა. ეტაპობრივად გავიზარდე რა, რაღაცებს სხვანაირად, ანუ მეგონა პრიორიტეტები შეიცვალა, თვითონ დაგეგმილი არ მქონდა. ავტომატურად მოხდა ეს ყველაფერი და მიხარია რომ ასე მოხდა. აი ხა რაც თქვი რომ რაღაცები გამოიწვია იმან რას ითხოვდა საზოგადოება რა, ანუ ტელევიზიაში რა უნდოდა თან არ ვიცი. ეხლა შენ თვითონ მართავ მაგას? მიხარია რომ მართავ და მიხარია რომ ძალიან ბევრ გადაცემაზე მაგალითად მაგ უფლება რომ არ მივიდე სადღაც რაღაც ტელევიზიასთან არ ვითანამშრომლო, ჟურნალს არ მივცე ინტერვიუ და როგორც არის ასეთი რამე გამორჩეული რამე ნიშნით მაგალითად ტელევიზია რომელთანაც შეიძლება არ თანამშრომლობდე? არიან, არის კი, ანუ არ მინდა ხარ დავა კონკრეტო, მაგრამ ალბათ კონკრეტული გადაცემები და ხო, აი გადაცემები, თემა, სერიალებიდან. არა, მე მგონი ტელევიზია, საერთოდ ტელევიზიაში ვეღარ ხედავ. იცი რა არის? რაც ვეღარ ვიწვევ. არაფერი არ ხდება. ხურობ რა თქმა უნდა. არ ხდება არაფერი. არ არის არაფერი ისეთი გადაცემაში, რომ მიმიწვიონა ისეთი ის იყოს და რამეში თუ მიწვევენ რაღაც ჩემ თემას და ჩემ თავს და ჩემ თამას არ უხდება ასევე სერიალებში ახლა და ამერიკის რამოდენიმე სერიალიდან, რომელიც ისეთი არის ინტერნეტშია და ანუ როცა მითხრეს როლი და რაღაც არ შეესაბამება. ჯერ მე სამსახიობი ვარ რეალურად, არაფერი მსახიობი მე არა ვარ, მაგრამ ანუ ხო მიხარია რომ მეწყვეტ და უკვე მაქვს იმისის რომ და ადრე ანუ არ ვიცი ადრე რა მჭირდა. არა, რა გჭირდა რა, თუ მოგცა ბიძგი აი იმ ყველაფერმა, ანუ ის ხო იყო წინაპირობა, რომ აქამდე მოსულიყავი, ამიტომ წერია ორი თამოს ვერსია რა, Playboys Force Club ვინც იყო, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ მე მეგ ჟურნალი არც მინახავს, მე მგონი არც გამოსულა. აქ არ გამოსულა. და ხო, ეხა ბიზნეს ლედობამდე, ანუ ძალიან სხვადასხვა პოლუსია რეალურად, ხო? სულ მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი მეშინოდა, როგორ გამომივიდოდა, რანაირად გავაკეთებდი. ანუ ნახე რაც გაკეთე, იმ თამომ შექმნა თუ არა ის თამა, რომელიც ახლა კი. თუ მაშინ იყო იმპულსური გადაწყვეტილებები. და ახლა აქამდე ინტუიციურად მოხვედი. არა, ახლა ძალიან ისეთი ვარ. უცებ შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო ისეთი, რომ მე თვითონ მიყვარს როგორი ვარ თქო. ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ ზოგადად. არ ვიცი, იმან შექმნა ეს თამო, ისეთი რო არ ყოფილიყო, ეს თამო შეიძლება ისეთი ძლიერი და რაღაცნაირად უფრო აი უკვე ვაკვირდები რა, რას ვაკეთებ. ისიც ხო შეიცვალა რომ ადამიანები შენს ირგვლივ ახლა უფრო მეტი ადამიანები ვისაც კარგი უნდა შენთვის და კარგ რჩევებს გაძლევენ და მაშინ პირიქით იყო? კი, არასწორი მეგობრების მყავდა. ვინც მაგალითად შეიძლებოდა რაღაცები რჩევები არ მოეცა და რაღაცის გამო ყოფილიყვნენ ჩემთან.
გეთანხმებით. შეიძლება. და რაღაცნაირად თქვი რომ ის ყველაფერს ყველგან მიდიოდაო თვითონ ვერ წყვეტდაო ისოს და ის თამ ვარ გიყვარს. მიყვარს და უბრალოდ ვეტყოდი რომ რაღაც მაგრამ მე როგორც მივხვდი გაუცხოება გაგწოდა თუ არ ქვია ეს არა გაუცხოება არ მაქვს უბრალოდ იცით რა არის არ ვამტყუნებ თამოს არაფერში ჭირდებოდა ძალიან უნდა ცნობილი ყოფილიყო არ იცოდა საიდან და რაღაციდან დაიწყო ხო მაგრამ რაღაცებზე შეეძლო რომ მაინც თვითონ ემართა და არასხას ემართა აი სხვას გამოიყენებინა ტელევიზიებს როგორც მათ უნდათ როგორც არ გადგენენ ტელევიზიაში როგორ დაჭრენ გადაცემას ყველამ კარგად იცით რომ არის როგორ მონტაჟერი ძალიან მნიშვნელოვანი ხო პირდაპირ ხო არ არის ასე რომ რაღაცა როცა არასწორად დგეს მის შემდეგ ამოიღო ხმა და მე შეიძლება დავებლოკე რაღაცაში რომ ხმა მომიღო შეიძლება და გადაცემას დავებლოკე მაგრამ მარტო გადაცემას არ ვამტყუნებ ჩემი ბრალიც არის ასე მაგრამ ანუ ეს უნდა გამევლო რომ ასეთი განხუთარი ყავს ერთ არ უნდა ნო ფარაფერს კარგი გავაგრძელოთ. პოპ კულტურაში შეიცვალა ეგ დამოკიდებულებები. ეხლა შენ რაზეც თქვი, ვინ-ვინს მართავს? მე მგონი ინფლუენსერობამდე იმან რომ ადამიანებს საკუთარ ტელეფონი შეიცვალა. ხო, გახსნა 5+-ით და ის დრო იყო, საერთოდ სად იყო. ჰაიპის და ყურადღების ცენტრში ყოფნის გამო რაიმე ისტორია საჯარო თუ გამოგიგონია. ხო. ეს რატო დავწერეთ, უგნა გეტყვი, რომ ცოტა ბიძგი მოგცე. თოკი რო ჩამოგიწყდა მაგ ისტორიის გამო. ეს ისტორია გამოგონილი არ არის. უბრალოდ. მართლა არ არის, ანუ არ არის. ძალიან ბევრმა სხვადასხვა აიტაცა და ერთადერთი იყო ალბათ რომელმაც გული მათკინა. ანუ ძალიან ბევრი ხმა ბულინგებს, მაგრამ იმდენად ჩემთვის მართლა ეს ძალიან სულიერად ტრამული. მართლა მე კიდე რაღაცა ჩიტვა მომიტანა ამბობი რომ ეგ ისტორია წინასწარ იყო გავლილია და ეგ უნდა მოეყოლაო. თორე არც გავიცინებდი მაგაზე. არა, ძალიან ჩემ ახლობლებმაც და ჩემ ისეთმა ადამიანებმა ჩაწერეს მაგ ვიდეოზე, მაგ voice ვიდეოები, რომ მე ცოტა გული მეტკინა, იმიტომ რომ მაშინ ვიყავი 14 წლის ბავშვი. თვითონ იქ. სახალისოწყობი რაღაცნაირად. ანუ სხვანაირად არ ვიცი. 14 წლის ბავშვი? ხო, ანუ მე ისტორია საერთოდ არ მახსოვს. ხო, ანუ არ მინდა მაგაზე საუბარი, ეს რაც ეს მოუყევი, აქ მე ვიყავი პატარა ბავშვი, 14 წლის ბავშვი ვიყავი, უბრალოდ რატო ყვებოდი სასაცილო ეგეც არ ვიცი რომ სასაცილო იქ არაფერი არ იყო ძლივს გადავრჩი ცოცხალი და ჩემი ბრა ხო გითხარი და ესეთი რაღაცებია ჩემი ბრალი ვდგებოდი ხოლმე და რაღაცა ისეთ რაღაცებს რაც შეიძლებოდა ძალიან არ ჩავძიებოდი მაშინ შეიძლება ყვებოდი არასწორ გარემოში იმიტომ რომ ეგ არ არის სასაცილო ისტორია და ეგრე არ მოიყოლება გინდა თავი დასცადო არა არ მინდა ეს დასრულდა ეს ისტორია და ის თავი კარგი თუ ყოფილა სხვა რამე ისტორია ყოფილა რა რაც გაგიზვიადები არაზე შეგეძლია რომ თქვა რომ აი ცოტათი გავაზვიადე აი მაგალითად აი მეტად ჩვენ ვიცით აი 2010-იანებიდან მოყოლებული ტელევიზია ეგრე მუშაობდა რა უმეტესობა აი თოქ-შოუები განსაკუთრებით რომ რაღაცები ყოფილა რომ გადაცემა დაგეგმილა ხო ანუ სცენარი გაკეთებულა და ასე შემდეგ მაგრამ ესე კონკრეტულად არ მინდა რომ თქვა ჯობია რომ არ თქვა ყოველას აღარ არსებობს გადაცემები მაგრამ მაინც პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს მაშინ თუ არის რომელიმე გადაცემა რომელში ყოფნის მერეც მათზე გაბრაზებული ხარ და შეგიძლია დაასახელო არ დავასახელებ მაგრამ გაბრაზებული ყოფილ ვარ კითხვებიდან გამომდინარე მე დავასახელებ ეგ ძალიან ცნობილი გადაცემაა და მაგაზე ყველა ლაპარაკობს დღემდე ეს არ არის იმ გადაცემის წამყვანის ბრალი მაინც და მაინც ხო არა პროფილში როცა დაკითხვა მოუწყვეს ჟურნალისტებმა ხო ანუ იცი რისი ბრალია გითხრა რისი ბრალია ჩემი ბრალია ეგეც აი ჩემ ბრალი რატოა? იმიტომ რომ ყოველთვის ბუნჩულა და საყვარელი გოგო ვიყავი და შენ ძალიან ღირსეულად წარმოაჩინე შენ თავი ვიღაცებისგან განსხვავებით. ხო, ნახეთ და არასოდეს თავს უხრიდი და ყველა კითხვაზე ანუ დღე ხო არ დავიცავი ჩემი თავი ისე და ჩემი ბრალიც არის მე ესე ვიტყვი. მე რო ჩემი თავი კარგად დამეცვა ძალიან ბევრი ისეთ კითხვას რომელიც იქ მე თქვენ არ იცით მე იქ რაგან ვიცადე იქ იყო აი არ ვიცი შემოტევა იყო ასე მეგონა რომ რაღაც ვიკინგების ბრძოლაში ვიყავი და ძალიან რთული იყო მართლა ძალიან რთული იყო თუმცა წარმოდგენა შესაძლებელია შენს ადგილას როცა ეგეთ უცხო გარემოში და ამდენი ადამიანი თავს ალბათ ჩემი იმიჯიდან გამომდინარე როგორც მაინც საქართველო იყო ის წლები აი ეხლა საუბრობთ ეგეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყავი აი ადგებოდი და წამოხვიდოდი ჯერ ეს ძალიან სხვანაირად დაველაპარაკებოდი და ვერც გამიბედავდნენ ესეთ კითხვებს რაც მაშინ გამიბედეს
ძალიან იცით მესმის ჟურნალისტი შენ ხარ მე არ ვარ ყველა არა ნახე მე არ მესმის აი მაია ასათიანის ბრალი მანდ ერთადერთი ის არის რომ თან უნდა გომართოს თვლი და ჟურნალისტად და მიიყვანა ამ ხელა ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში და დასვა ჟურნალისტის სტატუსს და რა ჟურნალისტი არის ეს რა გვარი ვთქვი და ამავე გომართელი რა ჟურნალისტია არც გომართელზე არც არავისზე ერთადერთი ნახეთ ჩემთვის წითელი ხაზი არის იყო მაშინ ჩემი ბებო ცოცხალი იყო არც ეს ჟურნალისტზე, ანუ 100 გულში არ ჩამიდია, არც ერთი ჟურნალისტი არ ჩამიდია გულში, არც გომართელი, საერთოდ მაიკო იქ ხმა რა მოუღია ასათიანს და არც მაიკო პირიქით მეგობრობდა, ძალიან მიყვარს და მინდა რომ ბედნიერი იყოს და ძალიან ესეთი ასე ვარ მაიკოს მიმართ. აი ბებოს ვინ შეეხო? ბებოს. დღემდე არ ველაპარაკე იმ ჟურნალისტს. რაღაც კითხვა იყო და მიხვდება კიდეც ბიჭია. არის რაღაცეები, რაც წითელი ხაზი გადის, ეს არის ჩემი ესეთი ბებო იყო და ჩემი შვილები არიან, ხო, რაც აი ადამიანები არ უნდა შეეხნენ, იმიტომ რომ მე ძალიან სხვანაირად ქრებიან და დანარჩენი ჩვეულებრივ დღემდე ვესალმები ყველას აბსოლუტურად. მაგრამ ეგეც კარგია, რომ ეგ ტენდენცია აღარ არსებობს, რომ ეგ მოაწყო. ეგ რომ მოაწყო, ეხლა გადაულია ნებისმიერ გადაულის. ყველაფერში ნახე, მე არ დავადანაშაულებ არც ერთ ჟურნალისტს. ჩემი ბრალიც არის, არასწორად ვაწოდებდი ჩემ თავს, არასწორად გამოდიოდი, არასწორად საუბრობდი. არ ვიცი დაკარგული ვიყავი, არ ვიცოდი ალბათ კარგად რა მინდოდა და შენ გააქვს მაგის უფლება. და ჟურნალისტი რაღაც პროფესიულ ჩარჩოს არ უნდა სტებოდეს, რაც არ უნდა ყვითელი იყოს, ანუ შენ ქონდა მაგის უფლება და იმათ არ ქონდათ მაგის უფლება. ნუ არა, განსხვავება. ხო, მაგრამ ეგეთი დრო იყო, რომ ეგ მაგაზე კეთდებოდა. ეგ ცუდია. ძალიან ბევრი წლის წინაც არ იყო ახლა. აბა როდის იყო? რამდენი წელი გავიდა? 10 წელი ხო გავიდა მეტი. კი, 10 წელი. მართლა. პატა დიდი დრო გავიდა. მაშინ დიდი დრო გასულა. საერთოდ ვიძახი ხოლმე რომ ის თამო თქო დავბრძალე, აი ის თამო არ არსებობს და ხო რაღაც ვერ ხვდები. იმიტომ კი არა რომ რაღაცა ცუდი გამიკეთები, უბრალოდ რაღაცებში ვამტყუნებ რა. რაღაცები აი არ უნდა წამეკითხა ფსალმუნები. ხო, მართალი ხარ. კი, აი მაგალითად გეტყვით, რაღაცებში არ პატიობ ჩემ თავს, ისე კი არა რომ რაღაც არის რაღაცები, რაც არ უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ალბათ იმ პერიოდში ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა და არც არავინ არ მითხრა, იცი, გარშემო, რომ აი თამო არ უნდა ადგე ჩოხით, და უნდა წაიკითხო რაღაც სალმუნი პატივისცემაა და რაღაცებში ვამტყუნებ კი ჩემ თავს, მაგრამ მიხარია რომ ეს გავიდა ძალიან მინდა რომ ეს ვიდეოები რაც მე არ მომწონს YouTube-ზე ყველა წავაშლებინო. მე მაინც გონე რომ აი თამაშალობებს რო ახსენებენ, ახლა უკვე იმდენს მიაღწია შენი საქმით და შენი პიროვნებით შეიძლება ეგრეც ითქვას. რომ ან თამაშალობების ხსენებაზე არც ის ჟურნალისტების დაკითხვა ახსენდებათ პირველი და არც საქმეუნები ახსენდებათ შენ და თამოსკინი. დღეს ახსარებითი საღამოა ჩემი თავს მაგრამ ვიჯი მაგრამ ესია. ხო, მე არ გეთანხმები მაგაში, იცი რა. მაშინაც იმ ადამიანებმა რო ისარგებლეს სიტუაციით, იმიტომ იყო რომ შენ მართლა მე რო გაგეცანი სხვანაირი წარმოდგენა მქონდა თავიდან და ძალიან კეთილი და უბუროტო ადამიანი ხარ და მაგიტო გადაგიარეს, ანუ თამოსგანს წერვობა და მსგავსი რაღაცები არ გამიგია არასდროს. არა, და ვიცი ესეთი. და მაგიტო ჩათვალეს რომ ესე შეეძლოთ ადამიანისთვის გადავლა, მაგრამ ხო, იმიტომ რომ გონიათ, იცით რა არის ხოლმე. ჩემს სახი გამოაჩინეს მათ. ზოგადად ადამიანები არ მიცნობენ. მე არ, იმიტომ რომ არ ვაცნობ კარგად ჩემ თავს, როგორც საყვარელი და ბუნჩულა ვარ და ასეთი ვარ ძალიან ალკაჯი და ესეთი რთული ხასიათი მაქვს და ხომ ანუ არ ესე შეეძლოთ რა და დღეს უკვე აღარ შეძლებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემი თავის დავაფასე და ისე ხა გამახსენე რომ თავის დაცვაც კარგად შეგეძლო. თამოს ბიჭი ყავს იცით ნაცემი. მოყევი გთხოვ ჩათით რო ცემე. ბაიმეს ჩემი მეგობრის გამოცემე, ოღონდ ძალიან მაშინ ვიყავი 19 წლის. ადასტურება გასულია. კი, ანუ ეხლა ვარ 14 წლის, წარმოიდგინე 14 წლის წინ. ხო, რა ესეც ჩემი არა, უბრალოდ ჩემი მეგობარი. ბახსოსაც ეძახე, ჩაწეს რომ ყავი შეთაბაში მობიყავი. როგორ გახსოვს? ხორ დაასახელებდი სახელს. საერთოდ ცნობადი სახე, ამას ვიტყვი მარტო. შენ როგორი კარგი მოხსოვ რომ მე არ მოხსოვდი. იმიტომ რომ ის საშინელი ადამიანია და ძალიან გამისწორდა რომ ვიღაცა ჭკუას. ვინმე ესეფათურებოდა? არა, უბრალოდ არასწორად ეცეკვა თუ უნდა ცეკვა ჩემი მეგობრის და ჩემი მეგობრის რა მაგარი ხარ ქართულად ჩემი მეგობართან და ნუ მეთქი გაანებე თავი და ჩათამეჭირა და ჩავარტყი უბრალოდ. ანუ უკეთრად ჩაგერტყა უკეთ. ასად ისეთი ხო პენსიონერი ცხოვრობით ცხოვრობ და ჩემი მეგობარს ესე გავყევი და დაცვა გამოვდექი. ასე იგი წითელი ხალიჩა და პაპარაცები. ხო.
ამას ცოტა უკვე ველაპარაკეთ, მაგრამ მაინც საინტერესოა, იმიტომ რომ ცოტა ქართველი ყოფილა კანის და ვენეციის კინოფესტივალებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შენთან რო ხარ, წინაო და თან მარტო ჩვენ კი არ ვიცით, სოფლიო პრესა მიცის, იმიტომ რომ სხვა გვერდებზე მინახავ შენი ვიდეოები მილიონი ნახვებით და ასე შემდეგ. ბევრი გულშემატკივარიც ყავდა და ბევრი, არ ვიცი, მაგრამ ჰეითიც იყო, ხო? ხო, იმდენად ხო, ბევრს ვუყვარვარ. ეს არის მადლიერება, არ ვიცი, ძალიან დიდი ძალა არის ჩემთვის, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ და ასე შემდეგ. უბრალოდ ქართულმა ხალხმა არ იციან, არ უნახევარ არასოდეს ან იქ როგორი სახელი მაქვს უცხოეთში, ხო? რასაც ვანახებ, უბრალოდ ამას ნახულობენ, რასაც მე ვდებ ჩემ სოციალურ ქსელში. რაც მე აქ ვერ შევძელი თავის დროზე. როცა გამოუჩნდი პირველად და არასწორად გამოუჩნდი, ყველაფერი გამოვასწორე და იქ ისე გამოუჩნდი, როგორც მინდოდა რომ თავის დროზე აქ სადახავდი ასეთ სივრცეს. მისტერ ვალენტინზე თუ გაივლიდით წითელ ხალხზე ჟიურიში რო ყოფილიყავი. არა. აიგეთი არაფერი არ ხდება. არა, ის იქ წარმომადგენელთა შეხვედრებზე, პრემიერებზე ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობენ რომ რაღაცნაირად მათთვის არ ვიცი. პატივია ეს ჩვენთვის და სხვადასხვა ქართულების დამსახურება არის, როდესაც ერთ-ერთი ვენეციის ფესტივალის შემდეგ რომ შემამჩნიეს და ვინ არის ეს გოგო რომ ამდენი ქართველი კომენტარში, ანუ დადო ერთმა გვერდმა, უკვე ჩვენი მასთან თანამშრომლობა. ხო, ეხლა თანამშრომლობა კომპანიასთან თავიდან მოვეწონი ამ თეთრი კაპით და დადო და ეს რომ დავინახე რომ რაღაც უცხოურ იტალიურ გვერდს უტევს, რაღაც ვიტრიალდები, ერთი კადრია უბრალოდ და ძალიან ვარსკვლავები არიან და ესეთი დამონტაჟებული ეს ვიდეო. ანუ მე რა დამემართა, ეს ხო ჩემთვის შოკი იყო, რაღაც საქართველოს მესმის უცხოეთი იყო ჩემთვის ძალიან შოკი და რომ გადმოვაზიარე და ჩვენ ქართველებმა და ჩვენი გოგო და საქართველოს დროშა და რაღაცა 9 მილიონი ნახვა და ვინ არისო ერთი ეს თამოვაშალო მიწე, ერთი ნახოთ ვინ არისო და მე რაღაც ესეთი კომპანია ქონიას კინკი არის, მე გაუგზავნე საჩუქრად, მოეწონათ, მე შემოთავაზეს თანამშრომლობა და ასე აი ესე დაიწყო. ფაქტობრივად გამოდის, რომ 3 მილიონიან საქართველოში ქართველებსაც შეუძლიათ რომ 3 მილიონი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ და ჩვენ 3 მილიონი ვართ, მაგრამ ძალიან როგორც ჰეითი შეგვიძლია ისე რომ გავანადგუროთ ერთ დღეში ყველა, ასევე შეგვიძლია რომ ხარში სიამოვნებდეთ რომ თელმა მსოფლიო და ნახე კიდე ჰეითი უფრო ჩანს, ესეც სათქმელია. იმიტომ რომ ადამიანს რო უყარხარ, დაგიგულებს და ასკროლავს და ვისაც ეზის. პანანკის მე მყავს საოცარი გამომწერები და თუ არა გამომწერებიც ისეც ხედავ ხოლმე Facebook-ზე, TikTok-ზე და ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე და ძალიან იცი როგორ ნერვიულობ. სანამ გავალ ხოლმე, სადამ მნიშვნელობა არ აქვს, ხალიჩა იქნება, მოდის კვირეული, სულ ხალხზე ვფიქრობ. რომ არ შევარცოვინო, ამ ფეხი არ წამიცდეს, ან გული აქ მაქვს ხოლმე რა, არ არსებობს რამე ღონისძიება, მაგრამ რაღაცნაირად უკვე რომ იღება კარები და გადავიდე, აი ხო სხვა თამოხდები, რაღაც თვით დაჯერებული, მგონია რომ ვარ სოფლიო ვარსკვლავი და ერთი ფოტოგრაფია თან ისე ვარ, ხო იმათ გონი ვარ მართლა სოფლიო ვარსკვლავი ფოტოგრაფებს რეალურად და ხوار. სტაფით მიდიხარ ხთელი. სტაფით და ძალიან დიდი მადლობა რომ დროშა გიჭირავს ყოველთვის. სანამ შეხვალ მანამდე სულ. ეს საადამდე შემიძლია, მე ძალიან ბედნიერი ვარ, მე ხარია რომ ქართველი ვარ და ყოველთვის სადაც შემეძლება რომ წავიღო იქამდე არის რაღაცა სადაც პოლიტიკური იმის გამო არ შეიძლება რაღაც საზღვრები აქვს, განსაკუთრებით კანის ფესტივალი, ანუ კანის ფესტივალი არის ყველაზე საშინელი ბიუროკრატიული კი დრეს-კოდით, განსაკუთრებით დაცვებით, შემოწმებებით და ასე შემდეგ, ანუ ზუკა გამიქრეს. შენ არ იცი ზუკას რა დაემართა. რაღაც არ ეკეთა, არ ვიცი რა ქვია. ზუკა ვენ არის ბოდიში? ჩემი მენეჯერი. და ნაცილებდა ხალიჩამდე. და რატო არ გიკეთია ბანტიო? და დრეს-კოდი იყო და დაგვავიწყდა სიჩქარისგან. და სანამ შემოვწერდი გაქრა. გაქრეს. ორთქლეს. გაიტანეს გრენლანდია. ისე გაორთქლეს. სუკაფოთში ხე ჩავსიყავ, მაგრამ ძალიან ჩემზე ინერვიულა რომ როგორანაირად ავიდოდი და ხო და ძალიან. ვენეციაში ასე არ არის. აი კანში ძალიან ის არის. ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება რა არის მაქედან? პირველი თუ აი რაღაც დროთა განმავლობაში გაიზარდა, რამე ისეთი ხო არ მოხსულია. ჩვენ დიდი ვარსკვლავი მახსოვს, რომ ილეწებიან ხოლმე კიბეებზე და შენ რამე მსგავსი რას ვაკეთებ? პირველი იყო ყველაზე
უნერვიულობდი, იმიტომ რომ ეს უდიდესი შლეფი მქონდა. თან კანიდან დაიწყე თან პირველი ვენეცია, ის თეთრი შლეფი ვენეცია? ხო და პირველი იყო რთული. იმჯერ არ ვიცოდი როგორანაირად ვიცი რომ ყველას თავისი დრო აქვს, წუთები აქვს ასე შემდეგ და ეს ნუ მომეხსნა. რაღაცით რომ დაამახსოვრო თავი რა, ანუ ჩაცმულობით, იმიტომ არ ხარი ცნობადი, შენ არ ხარ ვარსკვლავი, ჰოლივუდის 10 წლის ვარსკვლავი, რაღაცით თუ უნდა თამოს კი იცი, რომ არავინ არ იცნობს, ხო და ну ეს შლეფი მოვიხსენე და დაცვა მეუბნება და ინგლისური არ ვიცი. ეხლა ცოტა მაინც ვისწავლე. ისე რომ ვაგებინებთ რაღაცებს ერთმანეთს და აიღეო და ამ დროს ნიღებენ და არ ვიღებ. არ ვიღებ და ესეთი დგევარ და no ვიძახი და საბოლოოდ ამ კაცმა მიხვდა რომ ამღები არ ვიყავია თვითონ აიღო. ეს შლეფი ამ დაცვობდა. ძალიან საყვალ მოაკუსკუსებდა. კი. მაინც გავიტანე. კადში კარგი იყო. კახურად გავიტანე შემიძლებით. კახელი ვენეციის ციხე-ხალჩას. თუ წარმოიდგენდი აი ადრე ეს იყო ის რაც ოცნებობდი? ძალიან ბევრი წელია. ძალიან ბევრი წელია რომ მართლა ჩემი მიზანი იყო რომ გავწავსულიყავი საქართველოს ფარგლებს გარეთ და ჩემი კომპანიაც ანუ არავის დამტკიცება არ მინდოდა არაფრის ჩემი თავის გარდა ძალიან ბევრი წელი. არ ვიცოდი რანაირად დამეწყო ვისთვის ბევრს ვეკითხებოდი ბევრი რაღაც ცოტა ისეთ რჩევს მაძლევდა ხოლმე რომ აი ქუჩაში უნდა იდგეო და დაგინახავენ ფოტოგრაფებიო და მე თუ შეგამჩნევენო რაღაც ესეთი ის იყო მაგრამ მე ვფიქრობდი მე როგორც მიყვარს წარდგენა წავიყვანო ამდენი ხალხი კაბა შევიკერო ამდენი ფული გადავიხატო ავიღო სასტუმრო კიდე ქუჩაში ვიდგე და მიგებენ არ მინდა მადლობა ისევ და რაღაც 5 წლის მერე როგორც იქნა და შენი აზრით ეს არის პიკი ანუ არა რა პიკი პიკს ნახავთ 2 წელიწადში. რა, გეგმები? ძალიან დიდი. სხვადასხვა ეხლა ვარ 27 დეკემბერს დაპატიჟებული ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ამერიკაშიც მიდიხარ. ხო, ხა ნიუ-იორკში მივფრინა, მაგრამ უბრალოდ მე არ ვიცი როგორ უნდა თუ მიღირს თუ ისეთი ღირებულია, უბრალოდ წოვლება არა საახალწლო და ასე შემდეგ, თუ ღირებული იქნება რამეს თუ მომცემს, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველი ღონისძიება არის ბიზნეს გეგმა? კი, და არა ის როგორც ლამაზი დოლჩე გაბანის კაბის უკან იქ ნაცნობები, იქაც სხვადასხვა ადამიანებს ვიცნობ, კონტაქტები მაქვს და სხვა ინფორმაციებს ვიძენ. და ეხლა ეს ღონისძიება თუ ისეთი იქნება, რომ უბრალოდ რაღაცა ქრისმასის წეულება, რა თქმა უნდა, არ წავა, ეს დროს არ დავყავ. იცი რა მეტყავს, აი ეს ბიზნეს ალღო შენ გაქვს თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამაზე მუშაობენ? მე მუშაობ. არა, მე მყავს თამოსკინში ძალიან ბევრი 45 თანამშრომელი მყავს აქ ქარხანაში საფრანგეთში ძალიან ბევრი, მაგრამ ეს მაგალითად იდეები, ვიზუალი, პროდუქტის სკინკეარში ერთადერთი ადამიანი, რომელიც ადასტურებს. ნუ კოსმეტიკაში უკვე მეიქაპ არტისტები მყავს გუნდი, რომელიც ნახულობენ, მე მაქვს. და იტალიის გარდა კიდევ ერთ უდიდეს ქვეყანაში მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც უკვე ახალი წლების შემდეგ ამ კალენდარში მაქვს გახსნა. მილანში რემონტი მაქვს. მაღაზიის? თუ დახლის? მაღაზიის. მართლა? მაღაზი ახაც კი არ გაქვს. ან და მილანში ვხსნი. ანუ მილანში შეაბიჯა იმითი რა ქვია, წითელ ხალიჩაზე და მოლებში და ყველგან დაიწყრო იქ. თან რომ მოდის კვირეულზე გავხსნათ. იმიტომ რომ უკვე ბევრი ხალხი იქნება ეს პერიოდი არის ყველაზე კარგი გაყიდვებისთვის. თან ახლა ახალი როდის არის? თებერვლის ბოლოს. ანუ ვალენტინობისთვის ვერ მოესწრება და მერე. არა, მოესწრება არ მინდა გავხსნა, იმიტომ რომ ერჩევნია მოდის კვირეულის დროს გავხსნა. ძალიან კარგი. წარმატებები. ძალიან დიდ ამბებში ხარ და ჩემი თვალი არ გეცემა, მე ძალიან გულში მატკივა. და თქვენი თვალი ჩემს ტრაქში. მე ჯერა სხვადასხვა თვალის სემის. ამიტომ ხომ ვცდილობ თუ რაღაცა იქ არ ვარ უკვე და რაღაც არ ვთქვა. ბევრჯერ რაღაც ხან თვითმფრინავი გამიფრინდა, ხან დავრჩი, ხან რაღაც მოხდა და ამიტომაც მაინც თვითმფრინავმა გაგასწრო? სამჯერ. სამჯერ. დაბდურა ხარ ცოტა? ძალიან. შენ რომ არ იყო თამო და იყო ქალი, რომელსაც უბრალოდ უყვარს თავის მოვლა, დახზე დალაგებული პრემიუმ ხარისხის კანის მოვლის პროდუქციას და თამოს სკინის შორის, რომელზე გააკეთებდი არჩევანს. ხო, შენ რო არ ქონს არანაირი შენი ბრენდი. შენ რო არ იყო თამო. თამო რო არ იყო და რატომ დავიჩვენოთ თამოს სკინი ეს არის ალბათ. იცი რა არის? პრემიუმ ხარისხსა და თამოს შორის. თამოს სკინამდე არ მქონდა, ანუ თამოს სკინამდე იყო თამო. მოდი ისე გაგცემდვას ოხს და არ მქონდა გეგმაში საერთოდ ეს, ხო, 1-7 წლის წინ. მაგრამ ვერაფერს ვერ ვისმევთ, იმიტომ რომ ალერგიული ვარ და არაფერი არ მიხდებოდა ზუსტად ის პრემიუმ ხარისხის პროდუქციები, ამიტომაც ხო
მხოლოდ და მხოლოდ ერთ დამატენიანებელს ვიყენებდი მთელი 14 წლის მერე. და რატო უნდა აირჩიოს? ჯერ უნდა ნახონ. გვაქვს ამის საშუალება რომ ნახონ. ხო, მეც ალერგიული ვარ და არ გამიტესტებს თამოსქინი. ძალიან ცუდი. იქნებ ეგარი წამალი. გამოგიგზავნით არ ვფიქრობდი, მაგრამ გვიან მოვედი. მაგიტომ არ მithქვამს. მაგრამ საჩქროს ვიღებთ. პირველ რიგში სტრუქტურა აქვს ყველა ჰიალურონია ზოგადად. ან გულწრფელად მეუბნები ახლა რომ შენ რომ მიხვიდე მაღაზიაში, აი რაღაც Black Friday-ზე დახზე იდოს იქ თამოსქინი, ახლა ერჩევდი თამოსქინს. აუცილებლად. კარგი, ახლა მითხე რატო? იმიტომ რომ თამოსკინმა მაგალითად შემიცვალა კანის სტრუქტურა ძალიან. ლაქები მქონდა ისეთი, რომ უმაკიაჟოდ საერთოდ საერთოდ არ გამოვდიოდი. იმის გარდა რომ ბოტოქს აი აქ ვიკეთებ მხოლოდ შუბლზე და აი აქ ზონაზე უკვე 2 წელი არ გამიკეთებია. იმიტომ რომ სახესო დატენიანებული. ეს თვალის კრემის დამსხურება? თვალის კრემის თუ შრატების და რაც მაქვს პროდუქცია. იმიტომ რომ ჰიპოალერგიურია ჩვენი პროდუქტი. წებოვნება არც ერთ პროდუქტს არ აქვს და ადვილად იწოვება. და რაც პარფიუმს არ შეიცავს კიდე. პარფიუმზე ალერგიული ვარ, მე არ მიყვარს სუნამოები. და თვითონ უნდა ნახო. არ მინდა მე ვაქო და ვადიდო, ჩემი ბრენდი ჯობია. შენ თვითონ ყველა მივიდეს და მე დამოწო შენ ბრენდინგი. ეს მარტო თბილისში არ არის ხო თუ? არა თუ ეს არის ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, რუსთავში და თბილისში. მილანში მაღაზია. და მილანში მაღაზია. სხვაგან ხარ გეგმავ კიდევ. კი. სხვაგან, მაგრამ არ ვიტყვი ჯერ, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ბაზარი. ევროპა არ არის? არა. მაშინ გავმივხვდით. კაი არ თქვა. ეგ მართლა უდიდესია. ვაიმე, რა სიძახი. ძალიან მაგარია თამო, ძალიან მიხარია. მადლობა ძალიან დიდი. პატივია ჩემთვის, მადლობა ყველას და თამოსკის მოხარებლებს. და ერთი წუთი კოსმეტიკაშიც ხარ, ან მხოლოდ სკინკეარი არ არის? ნაშულებს რატო ვიცი? ანუ სხვა რამე ქვია, თამო კოსმეტიქსი? და ეს არის კოსმეტიკი. სხვა ბრენდი? თამო კოსმეტიკა სკინკეარი სხვა. ხო, იმიტომ სკინკეარი სხვა არის, თუ მიყვებით ესე, კოსმეტიკა სხვა არის, ამიტომ. აი თავიდან რომ შემოიტანე ტუჩის მატი და ნახირებებიც მატი და მე ზეთი ის ლიმიტირებული რო იყო. ხო, ან ბუმი იყო ჩვეულებრივად TikTok-ზე, ყველა მაგას ტესტობდა, მე უცებ ჩაქრა. და მეც კი ვუყურებდი, ხო, მე ესე მაინტერესებდა, აი, აბა როგორ დაჭდები. გათავდა. და მორჩა აღარ გაქვს. ეხლა უკვე ლიმიტირებული თუ იყო? ლიმიტირებული იყო, ეს საახალწლო სპეციალური შეფუთვებით, ეხლა ცალკე იყიდება ჩვეულებრივად. ასე ბლაშები მქონდა ეხლა ლიმიტირებული და ძალიან ცოტაღაა დარჩენილი. ეს არის кейსებით. ჩანთაზე ჩამოსაკიდე ისინი. სარკით. და მე მიყვარს ძალიან ესეთი რაღაცები. მე მოწო შენ შეფუთვები მართლა. იცით როგორ არის სხვათა შორის, როდესაც ეხლა ერთ-ერთი უდიდეს ქვეყანაში მომყარებელი. ხო, მადლობა. შეფუთვებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. მარტო ის არ არის, რომ პროდუქტი ხარისხი იყოს, იქ არის ბოთლს, რომ შრატები უნდა იყოს ბოთლის კილაში და პლასმასში. ხო, აი რაღაც ძალიან აქცევენ რა შეფუთვაზე. გადამუშავებადი და რაღაცები აქცევენ და ვფიქრობ, რომ ვიზუალიც იცი როგორ მე მინდა რომ როდესაც ჩემი ბრენდი მივუვათ მოხმარებლებს ბედნიერები იყვნენ. აი რომ გახსნი რაღაც სიხარული, სიყვარული და სისუფთავე შევიტანო მათ ოჯახებში. და არ მარტო ქალებისთვის, კაცებიც იყენებენ, რა თქმა უნდა, სკინკეარს. ცალკე ხაზი გაქვს კაცისთვის თუ არა? ჯერჯერობით არ მაქვს. მე არ მჯერა კაცის ცალკე ხაზის და მომკალით. არ ვიცი ალბათ მცირე სხვაობა სტრუქტურული რა. შეიძლება ალბათ, ხო, იმიტომ რომ ჩემი მდენი რაღაც მოხდეს ეს დასამატებელი, ძალიან ბევრი, რომ ასე ცალკე მამაკაცებიც, ჩვეულებრივად იყენებენ მამაკაცებიც. ჩვეულებრივად ვიყენებ. უბრალოდ ცოტა მეტი უნდა დაისვაბოთ, იმიტომ რომ სქელი კანი გაქვს. დაალაგეთ თანმიმდევრობით, როგორ ხედავს შენ თავს? მამე, რა კარგად დაგილაგებიათ. პირდაპირ დალაგებულია. ეთქვა მე როგორც ხედავ, ისე ჩამოვწერე და მადლობა. წაიკითხე. დედა, ბიზნეს ლედი. ფოტომოდელი და ინფლუენსერი. არიცი, ინფლუენსერს ზემოთ აბწევდი. იცი არ ვარ, ანუ ვარ ჩემ ბრენდში. ახლა ინფლუენსინგი ხარი გავლენა, რომ შენ სიტყვას ყურადღებას აქცევენ შეერად და გაყიდვები როგორ აქვს ინფლუენსინგის დამსხურება. ხო, ანუ სწორია, შენიშნოს ვიღებ. დედა ვარ პირველ რიგში და ყველაზე ისეთი დიდი სამსახური არის ჩემთვის დედობა, მინდა რომ კარგი დედა ვიყო და რაღაც
ისეთი 20 წლის რო გახდებიათ ჩემი შვილები, რომ თქვა რომ კარგად ავხსარდე, სიყვარულით თვითფოთი ყველაფერი მივეცი, ეს არის ჩემთვის ყველაზე პირველი და ჩემი კომპანია. რა თქმა უნდა, ჩემი კომპანიის განვითარება და მე ვხედავ ჩემ კომპანიასთან ამას არ ვაკეთებ. შვილები თუ არის რომ იზრდება და რაღაც რო ამაყოფ. იცით რა არის? ეს არ არის შეც ფული შეუმტანი. ფული შეუმტანი რო იყოს, წაწისვლებს ჩამოვიდანდი და გავყიდიდი 4 მაგათ, 5 მაგათ და აი ნუ მართლა მოკლედ ვიტყვი და არც ვიწვალებდი ამდენს. აი მარტო ფული შოვნაზე რო იყოს, იმიტომ რომ მიცნობს ვიტყვი ეს არის გაიყიდება და მექნება რომ შენ რაც გაგეთ ეგრე ბრენდი და თან შესახელთან ასოცირდება. ძალიან მიყვარს იცით და ძალიან შემაყვარა თავის მოვლა. არაფერს არ ვისმევდი ხოლმე მართლა, საერთოდ არ ვუვლიდი ჩემ თავს და ჩემმა ბრენდმა საერთოდ ყველაფერი შემიცვალა და მაბედნიერებს. აი რაღაცას რო უშვებ ხოლმე და ხამის 4 საათზე რომ მოფიქრდება რაღაცა პროდუქტის ვიზუალი და ხტუნაობ რომ იხარია იცით როგორ ბედნიერებას მონიჭებს და ხალხი მწერს რომ რაღაც მოსწონთ. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და ყველას ვუსურვებ ყველა საქმეში. არ ვიცი თქვენ თუ როგორ გიყვართ თქვენი საქმე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე რომ ასეთ ბედნიერები იყოს და ყველამ აირჩიოს ის საქმე რაც უყვარს და ყოველთვის ყველაფერი გამოუვა. კარგი. ფოტომოდელად კიდე ხედავ შენს თავს? ფოტომოდელად მე არ ვხედავ, მაგრამ იტალიაში ვხედავენ. ეხლა უფრო ბიზნესი. მაგრამ აი ეს ყველაფერთან ერთად რაც აქვთ გეგმები ჩემს მენეჯერს და რაც ფიქრობენ რომ ყველაფერთან ერთად აი ესეც საჭიროა რა. დედობაზე მინდა რომ გკითხო, აი ჩემ პატარა მონაკვეთს გაგიზიარებ ჩემი ისტორიიდან, რომ მე მაგათი მამა-ჩემთან კონტაქტი არ მქონია არასდროს და ზუსტად ვიცი, როგორი მამა არ უნდა ვიყო, იმისთვის რომ კარგი მამა ვიყო. მე რაღაც არ მინდოდა დედაზე კიდე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს გადაგეჭრილი თემა, მაგრამ ხო, თან ნორმალური ურთიერთობა გაქვს, მაგრამ აი ბავშვობაში რაღაც დანაკლისებმა გამოიწვია თუ არა ის, რომ ახლა შენ კარგი დედა ხარ. როცა იცოდი მე ვერ ვიტყვი როგორი დედა ვარ, ეს ბავშვობა უნდა თქვენ არ მაქვს უფლება ჩემ თავს თქვა. ხო იცი რომ კარგი დედა ხარ. არა აი მაგალითად საჭმელს ვერ უგეთებ ყოველ დღე. ეგ არ არის დედობა. დედობა არის ურთიერთობა და არა ხელობა. აი რაღაცებში მაქვს შემიშინაგანი ის. გამო კი ჩემო ბავშვობის ტრავმები, ასე ვიყურები აქეთ იქით, არ ვიცი რომ ეს შემოხდეთ. ხანაკეთ. კი, ჩემო ბავშვობის ტრავმებმა გამოიწვია ის რომ ყველაფერს ვაკვირდები ძალიან. ყოველივე სიტყვას, ემოციას, სახში რომ შევდივარ, ხტუნაობ, ზღრიალებ ცეკვავს, აი მინდა რომ ემოციები ვაჩუქო, ბედნიერება ვაჩუქო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლება. წრეებზე იარონ, ცეკვაზე, ცურვაზე, რა ვიცი, ინგლისური ხო სოფია ჩემზე კარგად იცის. ხო, კი, მე რო ესეთი ბავშვობა მქონოდა, შეიძლება ახლა ანჩხრი და გადარეული და ძალიან მკაცრი დედა ყოფილიყავი სხვანაირი. და შენ გრძნობ იმას, რომ შენ შვილებს ის დანაკლისი შეუსე, რაც შენ გაკლდა? კი, ძალიან თბილები არიან. ანუ ყოველი წუთიდან, რაც არ უნდა დაღრილი ვიყო და სულ მეხუტებიან, ეს არის ბედნიერება და პატივია, რომ ასეთი მაგარი შვილები გყავს. ამაყობ, რომ მათი დედა ვარ და ჩემი აზრით ისინიც ამაყობენ. უბრალოდ პაწუკები არიან და შეიძლება ვერ იძახიან, მაგრამ მე ვგრძნობ მათ ჩახუტებით ემოციები. სიყვარულს ხო გამოხატავენ და მე ვგრძნობ ყველაფრით ვგრძნობ და მადლობელი ვარ მათი. თამუნუკი კრესტი, TikTok დრამა. ეს მოკლედ ვიტყვი, ამას მე ორი კომპონენტი ხო. ეს ვიტყვი, ეს დრამა მოხდა იმ დღეს, როდესაც მექორა მიმატოვა. ხო, ეს იყო ჩემი ბრალი. ამის გამო მოხდა თუ არა, ამის გამო არა, ანუ ისე მოხდა, რომ აი ის დაემტყვა და ძალიან ცუდად ვიყავი. ხო, ნუ ვიყავი ცუდად, არავის ბრალი არ იყო, მეც უნდა გამეკონტროლებინა და მეც შევწდი. სხვა არაფერზე არ მინდა. რა თქმა უნდა. მაგრამ საშინელება თქვი ხა? არა, ხო, აი არ მინდოდა ეს, უბრალოდ ძალიან დიდი ხანი გავიდა, არ ვიცი, ალბათ რო 7 თვის მერე ვთქვი, სექტემბერში ვთქვი, რომ დავშორდით, იმიტომ რომ ეს ჩემთვის დაშორება და ურთიერთობები არის ესეთი წადი მოდი არ არის თუ არის დაშორება უნდა იყოს აი აქ რა გადაწყვეტილი 100%-ით და როცა უკვე ამდენი ხალხი მწერდა რომ აბა სად არის როგორ არის რაც არის მე ის პერიოდი ვიყავი ვერსაჩის ჩვენებაზე ძალიან წითელი კევით მაგრამ ვიყავი განადგურებული მიხვდით მაგრამ ამას ხო ამიტომ განადგურულიც ლამაზი ხარ ხო და არ მიტოდა ვიმეცვის მე თქვა რომ აი რა მოხდა ხალების ხვედრია რომ განადგურებულებზე გვიყლა განქორწინება და განქორწინება ხო აბა რა უნდა გითხრა რაღაცა ჯერ შენი გათხოვება იყო ძალიან მულოდნელი ხო უცებ მოხდა რაღაცნაირად გამოჩნდა აკაშენს ხორებაში მე რაღაცა ბედნიერი წყვილი და მე განქორწინება გავიგეთ ძალიან დიდი ხნის მერე ასევე უცებ
ხო. რა უნდა მითხრა, ხა მაინტერესებს განქორწინებაზე შენი ემოციური მდგომარეობა და თუ შეძლებ მიზეზიც. არა, მიზეზებზე არ მინდა ასე. ანუ ეს რამე სამმხრივი მიზეზი იყო თუ ორმხრივი გადაწყვეტილება? ნუ მე მოსევით, მოდი ესე გაგცემთ პასუხს. ესე გეტყვით რომ მე მქონდა ესეთი ადამიანებს ხო გვაქვს რაღაც მიზნები და ხედვები მომავალში როგორ უნდა ვიყოთ რა. ჩემი ცხოვრება წარმოვედგინა ესე რომ მეყოლებოდა კიდე ერთი შვილი. სიბერეში ვიჯდებოდით ბუხართან, მექნებოდა ქორწილიც, კაბაჩერჩული მქონდა. ანუ ესე არ ყოფილა რომ რაღაც შემგანის იყო. ანუ ესე მოხდა. რაღაცებში ალბათ ვერ გავუგეთ ჩვენი მას არ მინდა უბრალოდ მიზეზებზე არ მინდა ვილაპარაკო. იმას თავისი ის ქონდა მე ჩემი იყო და რაღაცებში ესე მოხდა რომ ესე უცებ ზან გამიჭირდა, ჯერ გათხოვება გამიჭირდა. იმიტომ რომ არ ვიცი ეს ხალხი როგორ თხოვდება ასე მალე და როგორ შორდებიან. ერთი ქმარი ძლივში გავთხოვდი, იმიტომ რომ მე ძალიან რთულად ვიღებ ადამიანებს, მეგობრებსაც რა, ვარ ძალიან ყველა მიყვარს, პატივს უცხო ადამიანს, მაგრამ აი ჩემს გულთან რომ მოვიდეს და მე კარები გავუხო, აი ძალიან რთულია, რომ ჩემს სამყაროში შემოუშვა. და როდესაც ეს გავაკეთე, ხო, მე მიყვარს სტაბილურობა, არა მარტო ჩემ თავთან, ჩემი შვილები გყავს და შვილების გამო და ემოციურობა, ხო, მე მინდოდა რომ ჩემი ოჯახი, ჩემი შვილების ის ყოფილიყო ის, რაც შეიძლება მე არ მქონოდა, ანუ კარგად რომ გამომესწორებინა და ცდილობდი ყოველ შემთხვევაში და ესე მოხდა სამწუხაროდ რთულად გადავიტანე, მაგრამ ძალიან დამეხმარა ჩემი ღონისძიებები, ყველა ჩვენება, ქარხანაში ჩაფრენა, კინოში რო გადამიღეს, მეგობრები, თეატრში კურსები გავიარე, აი მაქსიმალურად დავიტვირთე თავი და მიხარია რომ გუშინ ვიწახით რომ გამოვდივარ და სუნთქავ თავისუფლებას, იმიტომ რომ ანუ ბედნიერება ეს რომ ეს შევძელი და ჩემ თავთან ფსიქოლოგთან არ მისულვარ. ძალიან ფსიქოლოგთან არ მისულვარ, იმიტომ კი არა რომ საჭირო არ არის და არ ჭირდებათ. რაღაცნაირად მე მინდოდა რომ ჩემ თავისთვის დამტკიცებინა რომ შე როგორ გადალახავ ამას, როგორ ხარ ესეთი სუსტი რომ ვერ უნდა გადალახო ადამიანების ჩარევის გარეშე. და ესე მოხდა. შენ ერთი ვიდეო ვნახე TikTok-ზე, სადაც იძახდი, რომ ვიღაც გემუქრებოდა ბრენდთან დაკავშირებით. არის თუ არა შენ განქორწინება ამასთან რამე კავშირში? ნუ შეიძლება. უბრალოდ მეც შეიძლება რა. შეიძლება კი. მაგრამ ეხო უშარი გოგორი. ახლაც დგას რაიმე რისკის წინაშე ბრენდი? ისა რისკი არ ნოლი რისკი. უბრალოდ მუქარები არ ჭირეს ჩემთან. ანუ რა, ჩემია. შენ გეკუთვნის. მე მეკუთვნის 100%-ით ჩემია. და სულ რომ აღარ იყოს და ახალი გააკეთო, მაინც შენი იქნება ეს ახალი, ანუ ის თამოსკენი არის, თამოვაშალო მეწე და არა. ეს პროდუქტი შენს გამოიყიდება და შენი სახელის ქვეშ არის. ყველა პროდუქტი, რომელიც არსებობს თამოსკენში არის ჩემი. შექმნილი არ ეკონოს ხალხს, რომ მე რაღაც ფორმულებში ვიგონებ ეს ქარხანაში, უბრალოდ ჩემს რა არის საჭირო დამტკიცება, ყველაფერი არის ჩემი, მომწონს არ მომწონს ის რომ თქვენ ახლა იყენებთ ამ პროდუქტს არის ჩემი ის რომ მე ვადასტურებ ამას და ძალიან დიდ ენერგიას ვდებ ამაში. ფინანსებსაც რა თქმა უნდა არ თქვას არა, მოდი ესე ვიტყვი, რეკლამაზე რო იძახიან. აუცილებელია. თუ გვინდა რომ ბრენდი იყოს წარმატებული და გავლენიანი და არა გავლენიანი უცხოეთში გულისხმობ, ჭირდება კი რომ ჩადო თანხა ამაში და იყიდო ის 2000 ევროიანი და 3000 ევროიანი კაბაც, რომ აი იქ ის ხალხი გაიცნო, რომ იმ დონემდე მე ამ ჩემ ბრენდს ესე ვთვლი, რომ არის იმ დონის, რომ იდგეს წამყვანი ბრენდების გვერდზე. ხო, კარგია, მაგრამ მე არ მომწონს ის რომ ამ ნერვულობა რომ დაგიწევდეს ამის გამო. ხო, ნუ რას ვიზავთ? ყველა ცხოვრება სხვადასხვანაირად მიდის. მე ალბათ წინა ცხოვრებაში რაღაც ცუდი ადამიანი ვიყავი და ძალიან ცუდი ვიყავი და ეხლა სამყარო შენ ზოგადად გახასიათებს ძალიან ზედმეტი თვითკრიტიკა ადრე შემჩნევია და ახლა ვატყობ, ანუ სულ რაღაცებში ადანაშაულობ ხოლმე შენ თავს, ჩემს ეგრე არ ხდება. ანუ ამდენს ძალიან ცოტა მიაღწია ამ ქვეყანაში. მართლა. ჯერ არაფერი არ გამიკეთე. ხო და მე გადაგვაჭავს თავს. იცი რა მაინტერესებს? ბავშვთან როგორი ურთიერთობა აქვს? ძალიან. ერთ ბავშვთან? ორივესთან. ძალიან კარგი მამა. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ ქვეყანაში ქალმა მიაღწიოს ყველაფერს, რაც უნდა კაცის დახმარების გარეშე? კი. 100%-ით
ქალს იმდენი რაღაც შეუძლია და არ იცის თვითონ ქალმა რამ ხელა ენერგიის და სიძველეს მატარებელია და ხანდახან გარშემოყოფები ამას უთქმავენ და აჯერებენ რომ არიან სუსტი არსებები. ამას ერთად კაცები შვებიან. არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქალებს ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება შეგვიძლია. ელემენტარული შვილები რო ყავთ და საჭმელს რო აკეთებენ და ბავშვს აძინებენ, ეს უკვე კაცი ამდის ვერ გააკეთებს. გაკიშდება, კაი. დროულად რამდენს კეთება შეიძლება. ჩვენ ქალები ვარ ძალიან ძლიერები და ვინმე თუ ხართ ის ბულინგის ან იმის რო არ მე ნახეთ ეხლა გეტყვით ინგლისურს ეხლა ვსწავლობ და სიტყვას ვამზადებ ამერიკისთვის იმედია სწორედ წავიკითხო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები არიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ნუ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები და უნდა გამოვიდე მე მინდა გამოვიდე თარჯმანი კი მეყოლებო მაგრამ მე მინდა ჩემი კომპანია და მე მინდა წარმატგინო უნივერსიტეტი დამთავრებული არ მაქვს იმიტომ რომ 15 წელი მარტო ვცხოვრობ და მუშაობა იყო ჩემთვის და ეხლა ნერვები არ მაქვს რომ ვისწავლო ინგლისურს ვისწავლობ უნივერსიტეტის დამთავრება საერთოდ პანაცეა არ არის აუცილებელი არის განათლება ხონდა გქონდეს საშუალო რაღაცა ხონდა გქონდეს სკოლის გადაარკვევა ზოგი ამთავრებს და კი ხო აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ რაღაცა ხო კიდე ინგლისური არ ვიცოდი რუსულიც და ინგლისურს ეხლა ვსწავლობ ანუ არ ვიცოდი კარგად რუსული რაღაცა ეხლა რუსულ ბაზარზე უნდა წავიდე ვარ მითხრა თორე გადავხტები არა რუსულ ბაზარზე არა ჩემი პოლიტიკური მასალა და შევეხო, მაგრამ ჩემი პოზიცია კარგად იცი რუსეთთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. უბრალოდ საჭიროა რა, იმიტომ რომ არიან უცხოეთში, როცა რუსულ, ანუ არ არიან რუსეთიდან, მაგრამ რუსული იციან და ურჩევნოვანი ქვეყნებიდან ილაპარაკონ და ასე თუ ისე მიწევს საუბარი და საუბარს თუ ესე სწავლობენ კი არა ინგლისური შეიძლება პრიორიტეტი. და საერთოდ სოფელში დავიბადე. ის კი არა რომ სოფელში დავიბადე და ცუდია არანაირად მე იმას იმიტომ ვიცახი რომ ვინმე თუ ხართ ზიხართ ახლა სახში უყურებთ ჩვენ გადაცემას და ფიქრობთ და ვიღაც გეუბნევათ რომ თქვენ ხართ ხოლმე ბავშვებისთვის გაჩენილები რომ შვილები უნდა გააჩინოთ და სახში და თქვენი ოცნებები ვერ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ეს არის აბსურდი ყველა ქალს თორე ახლა კაცებზე არ მაქვს საუბარი ლევან პორტიშკი ხდე შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ სადაც არ უნდა იყოთ როგორი განათლებაც არ უნდა გქონდეთ და როგორი ადამიანს არ უნდა იყოთ. თავრე გინდოდეთ, სურვილი არ უნდა ჩაგიკლათ, ბევრმა არა. საიდანაც არ უნდა იწყებდნენ მაინც შევჭრეთ. რა თქმა უნდა. ხო, მე გეთახმება ყველაფერში. ბოდიშს ყველა მომიხადე, მე ქალების ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. თუ ყოფილა ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ქალები ხშირად ხდებიან ხოლმე მაგის მსხვერპლი, რომ შენი შრომა აი რაღაცაზე გიშრომია და ის შრომა კაც მიუთვისებია. ჩემზე იძახი? იცი რა არის მე არ პენსიაში ფოტომოდელი იყავი და მაგნაწილში ვერა მაგრამ სხვა კომპანიის ხრივ ყოველას ეგონა რომ ყველაფერში ანუ მონისებები იყო რაღაცა იყო რომ ყოველთვის ჩემი ყოფილი ქმის იმით მივდიოდი და ვატარებდი ხოლმე ამ კომენტარებს და თავს უყურებდი კი მე არ ვიცახით ამოსკენში დამეხმარა თავიდან ძალიან დამეხმარა კაპიტალი მისი იყო თავიდან კაპიტალი იყო მისი და მე-3 პროდუქტის მერე ანუ ახლა თამოსკენი არის თვითკმარი და თავის თავს თავად არჩენს ხო? 6 თვის მერე უკვე იყო. ოდა მაგარია. კი. მაშინ საერთოდ რაზეა ლაპარაკი ხალხო შვილი გაუჩინა ადამიანს და უნდა გახმარებოდა ანუ რას გაყვედრის? ანუ თან ხალხი რო გაყვედრის? ანუ კომენტარებში რაღაცა. არ მინდა მაყვედრის და თუ მაყვედრის მე ვიტყვი თამოსკენი როგორიც არის ყველა პროდუქტი თამოსკენის არის ანუ ძალიან ხმამაღლა შეიძლება საუბრო მაგრამ ჩემია და ყოველთვის შემეიქნება იმიტომ რომ უდიდეს შრომას ვებ ამაში და ასე შემდეგ და არ ვიცი ეს კაცები ამოწყდნენ არა ხო არ მინდა აი იცი როგორ აღარ მინდა იმდენად ჩემს ცხოვრებაში ახალი სახლი ახალი მანქანა ყველაფერი ახალი რომ საერთოდ გადავწყვიტე რომ აი ბოლოს შენი გადაცემა ზოგადად ამ ჩემს ყოფილ ქმარზე და ზოგადად ჩემს ყოფილ ცხოვრებაზე ხო ცხოვრებაზე ვისაუბრებ და უფრო მიადვილდება როცა არავინ აღარ მეკითხება რა ბუნებრივია უბრალოდ მე ვფიქრობ რომ რაღაცები ძალიან ბევრი ისეთი რაღაცები ხდება და ისეთი რთული თვე გადავიტანე და არ დასრულებულა ეს თვე
ხალხო რომ დაეწერათ მაგარი სერიალის სცენარის ესე ვერ გამოვიდოდა, მაგრამ ანუ ხალხმა არ იცის რა, ძალიან შიდა სამზარეულოს არც მინდა ბავშვები მყავს და სკოლაში დადის სოფია ბაღში და ცემ უდიდეს პატივს და ის რომ მაგადა სახე შევიცვალე მანქანა მე ვფიქრობ რომ იცოდნენ რომ მე ვაკეთებ ამას მე ცოტათი მაინც ვიღაცას ძალას მაინც მივცემ ხალხს ოდნავ მაინც მივცემ ის კი რომ ეს თავს ვაცოდებ არაფერი შესაძლებელი არ მჭირს უბრალოდ მინდა რომ ამით ვინმემ დაინახოთ რომ შეგვიძლია რომ რაღაცნაირად ჩვენ დამოუკიდებლად გავაკეთოთ რაღაც იმის გამო არ გამოვა გააკეთე შენ თუ ახლა ბოლო ჯერ საუბრობ ყოფილ წინა ცხოვრებაზე და ესე ძველ ქმარზე მაშინ ახალ ქმარზეც პირველად ჯერ უნდა ილაპარაკო იცი რა არის ქმარი აღარ მეყოლება საქორწინო კაბა ხო კიდევ გინდა აღარ მინდა ამ ხარჩა არაფერი არ ჩავიცნე კაცებს არაფერი აღარ გვინდა იმ ადგილზე დაბადების დღეს გადავიხდი სადაც ქორწილი მინდოდა კომოზე მინდოდა და ჩავიცნე ჩემ დაბადების დღეზე საქორწილო კაბას არ მაგრამ თეთრ კაბას არ არის აუცილებელი არანაირი კაცების საერთოდ ეგეთი კითხვები აიარო გეთახმები რა კაცებო მერტო ის დისკომფორტი ხარ ეგ ძალიან ჩვენ კითხვებით არა პირიქით საყვარლები ხარ ხიარულოთ ბოლო კითხვა ხო ბოლო კითხვა რა გინდა კარგად ვისაუბრე რამდენი ვილაპარაკე მე ხო იცი რომ ჩავერთვები ვაღარ კარგია რომელი უფრო ნამდვილი თამოა გახდილი თუ ჩაცმული ხო ემოციურ დონეზე გეკითხები შენთვის კომფორტზე რომელსაც შინაგანად გრძნობ ადრე და ეხლა რა თქმა უნდა ანუ რა თქმა უნდა იმ თემაზე ვიძახით რომ ეს ფოტომოდელი იყო და არა ბანაობის დროს მივხვდი რასაც ეხლანდელი თამო ეხლა უფრო კომფორტულად ვარ თავისუფლად ვარ ხანდახან კი არა სულ ისე ლაივ თავხოლმე ეს ბოლო პერიოდია TikTok-ზე? არა, TikTok-ზე არა, Instagram-ზე. აი როგორ იცი დილით რო ვიღვიძებ და სახე ასემადებს და ასეთი რო ვარ, ანუ იმდენად მომწონს ეს ყველაფერი ბუნებრივობა, რომ ჩვენ ადამიანები ყველა ცნობილებით და არაცნობილებით დილით ვართ საშინლად შესიებულები და სასიებულები მოწესრიგებლები და შემიძლია ხალხსაც დავენახო და უკვე რაღაცნაირად ბუნებრივი სამეგობრო მყავს ჩემი და ეხლანდელი თამო 100%-ით. უფრო კომფორტული და ბედნიერია. მე წამოვწოხარ. თან დიდი მადლობა. მგონი ისეთი იყო კარგი საუბარი გამოვიდა და გისურვებ რომ აი ამ კომფორტში რაშიც ხარ ასეც ლაპარაკობდი რომ ანუ შენ გისურვებ რომ მაგაში დარჩე დიდხანს და სხვებსაც ვუსურვებ იმიტომ რომ მაგას თუ იპოვიან ისეთი რამე აკეთო ცხოვრებაში რაც კი არ სტრესავს პირიქით კარგად გაგზავნებს თავს ეგ მაგარი მადლობა თქვენ მე ისე ვხსოვდი თავს თითქოს მეგობართან ერთად ვიჯექდი პრინციპში ასე იყო და ჭორავობდით და ხანდახან მოვიწყდებოდა კამერა და ყველაფერი იმედია შენ იყავი კომფორტულად და რამე კითხვით და არა მე შენთან ყოველთვის კომფორტულად მადლობა დიდი მადლობა შენ არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა მადლობა